შუა დღემშვიდობისა მოგესალმებით. გამარჯობა სოფო, გამარჯობა მეგობრებო. კარგია თუ შემოგვიერთდით. ნარჩან ხართ, მაგრამ დიდი იმედით ვამბობ ამას, ხო. და შესაბამისად თუ ეს განკარგულებაში ვიქნებით რაღაც პერიოდის განმავლობაში, ვინც იცის რა დროის განმავლობაში შეგიძლიათ Facebook-ზე მოგწეროთ. ეს მიზეზს მაძლევს რომ გითხრათ რომ გამოყევით და ზუსტად გეცოდინებათ რამდენი ხანი ვიმუშავებთ ხოლმე თქვენთვის კვირის განმავლობაშიც და საათობრივადაც და შესაბამისად ცოტა ხანში უკვე ერთად უნდა ვიხილოთ თუ რისთვის შევიკრიბეთ და რაზე ვაპირებთ საუბარს. ხო, სხვათა შორის ჩვენ თითქმის ყოველ გადაცემაში ვიძახით, რომ შემოგვიერთდით Facebook-ით, მოგწერეთ, დაგვიკონტაქტეთ და ასე მადლობაც უნდა უთხრათ, იმიტომ რომ საკმაოდ შეინიშნება აქტიურობა. ეს ნიშნავს იმას, რომ გვიყურებენ და ითვალისწინებენ ჩვენს თხოვნებს. კი ბატონო, და ზოგიერთ fake account-იც რაღაცებს წერს ხოლმე, იქ ჩანს ხოლმე, ხო? მაგრამ თქვენ ამაზე არ იდარდოთ, ამას ჩვენი ადმინი მოაგვარებს. სხვა შემთხვევაში კი თქვენი აზრი მართლაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე ისეთი რაღაც, რასაც ვეყრდნობით იმის გამო, რომ თქვენ მოგწერეთ და გავიჩინეთ ასე პასუხისმგებლობა და აქტიურობა. მოდით ახლა გავიგოთ, რა ელოდება ჩვენს მაყურებელს მომდევნო საათნახევრის განმავლობაში. დღეს გადაცემაში ნახავთ პოზიტიური აზროვნების ეფექტი. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ფსიქოლოგი სოფო ჩინბა. ცხოვრება პოეზიასთან ერთად. წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით თბილისის დროით. გადაცემის სტუმარია პოეტი მაგდა ჩხარტიშვილი. დამხმარე ტექნოლოგიები კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. გადაცემის სტუმარია ნინი აბუსელიძე, კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპევტი. მომხმარებელი და უსაფრთხოება. გადაცემის სტუმარია ნოდარ ბეჟანიძე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რახან პოზიტიურ აზროვნებაზე ვლაპარაკობ, მაშინ ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ თქვენთვის მუშაობთ და ეს სიმართლეა მართლა. იმიტომ რომ ადამიანი მაინც ეძებს ხოლმე ისეთ ადგილს, სადაც შეიძლება შეათავსოს, ასე ვთქვათ, საკუთარი სურვილი და შესაბამისი ანაზღაურება ხშირად შეიძლება ასეთი რაღაცები ქვეყანაში არ ხდება, მაგრამ რაღაც გამონაკლისები არის ხოლმე, ხო? კაი, ჩვენც დავუშვათ, რომ მოდი ხდებავით. ხო, ეს პოზიტიურ აზროვნებას თუ შეეხება, რომ ნეგატიურად არ ვფიქროთ. მართლაც, სანამ ჩვენს სტუმარს დაუძახეთ, რომ ბანალურ რაღაცებზე არ ვალაპარაკოთ, წინასწარ შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი რამ. იმიტომ რომ ხშირად გვაქვს ხოლმე ამ ეთერის საშუალებით ფსიქოლოგებთან ურთიერთობა და რაღაც ასე ვთქვათ რაღაცებში გავერკვიეთ. ვიცით ის რომ ადამიანს აქვს 4 ძირითადი ასე ვთქვათ ემოციური მიმართულება და ამაზე დაყრდნობით ამათ ერთმანეთში შეზავებით მრავალფეროვანი რეაქცია გარემოზე. ანუ ეს ძირითადი გრძნობები რაც არის ხო დაუშვათ აი რაც გვაქვს ახლა ტყუილ მაგრამ როგორც აღმოჩნდა პატა შენ კითხვი რომ 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს მაგრამ აღმოჩნდა რომ უმრავლესობა უარყოფითი აქვს ადამიანს. აი ეგ უკვე ის ვფიქრობ რომ ისტორიულად ჩამოყალიბდა ეგ სათაური რომ ნეგატიური ქვია და უარყოფითი სინამდვილეში ანუ ასე ვთქვათ ბუნებაში ეს მოცემულობა როგორც მივხვდით უკვე არ არსებობს, არსებობს უბრალოდ ემოციები და ეს ემოციები არის რეაქცია გარემოზე, ხო? ანუ ეს სხვა ადამიანი იქნება თუ რაღაც გარემოებები და თუ დავფიქრდებით რეალურად ერთადერთი პრობლემა რაც არის ხოლმე, როდესაც მართლა გჭირდება ფსიქოლოგი და ახლა ჩვენ ცოტა ხანში დავჭირდება და დავაძახეთ, ეს არის როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ იმის გამო რომ რაღაც სპეციფიურ პირობებში ვიზრდებით და ყველა განსხვავებულ პირობებში ვიზრდებით, შეიძლება არასწორად ვრეაგირებდეთ გარემოზე, იმიტომ რომ ასე მივეჩვიეთ სახლში. ან გარემოში, ან ჩვენს რომელიღაც კონკრეტულ სოციუმში და ასევე შეიძლება სწორად გრძნობდეთ, მაგრამ გამოვხატავდეთ არასწორად, იმიტომ რომ არის აი რაც ნეგატიური და ერქვა, ხო, უარყოფითი ხშირად სოციუმი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა იმაზე, რისი გამოხატვის უფლება გვაქვს თუ არა, ანუ ემოციებს რომელიც ბუნებრივად იბადება ჩვენში, რატომღაც სოციალური აკრძალვა აქვს, ხო? ამ დროს იგივე ფსიქოლოგები ამბობენ იმას, რომ და პრინციპში მარტო ფსიქოლოგები არის საუკუნოვანი გამოცდილება კაცობრიობის, ის ემოციები, რასაც ჩვენ უარყოფითს ვეძახით, ხშირად გვეხმარება ცხოვრებაში რაღაც ახალის მიღწევაში, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ბრაზმა რაღაცა გაგვაფუჭებინოს თუ არასწორად გამოიყენებთ და მეორე შემთხვევაში რაღაცა აგვაშენებინოს, ხო? აი გადავწყვიტოთ, რომ აი ვეკვეთოთ რაღაც, არ ვიცი, ქვას და იქიდან გამოვთალოთ გაბრაზებულზე რაღაც სკულპტურა, რომელიც მერე მოგვიტანს საზოგადოებას სარგებელს ყველა შეხედავს და აი ეს არის ბრაზი. ან რაღაც შენობა ავაშენოთ და მთელი ჩვენი აგრესია გამოვიყენოთ ამაში. ანუ ამაში განსხვავება. თუმცა ყოველთვის ამაზეც ვაკეთებთ ხოლმე სტუმრებთან ერთად აქცენტს, რომ
სიხარულს რატომღაც არ უკრძალავთ. აი ახლა ერთადერთი თითქოს და დადებითია თავისი სხვადასხვა შეზაების ელფერებით. რატო ხო ვკითხულობთ ხოლმე რა გიხარია? ხო. ანუ ეგეც აგრძალეთ, ალბათ ბოლომდე ვერ. ნუ მოკლედ, სანამ ასე გავერთობით და რაღაცებს ვილაპარაკებთ, უკეთესია სპეციალისტი მოვიყვანოთ, თორე ძალიან შორს წავალთ. ახლა სოფო ჩიმბა, ისედაც ძალიან ღრმა ფსიქოლოგი, ჩვენი არაერთი გზის სტუმარი. დღევშიტოვისა სოფო მოგესალმებით. მოგესალმებით. როგორ გრძნობ თავს? გადასარევად. შვენი. რატომ? განსაკუთრებით როცა ტელევიზიაში მიწევს მოსლოვ, ვცდილობ რომ ყველაფერი ისე დავგეგმო, რომ სწრაფად არ მომიხდეს რაღაცების გაკეთება, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გეგმების დაწყობა. აი რა ხან ეთერში მოსვლაზე დავიწყეთ ლაპარაკი, ანუ ხშირად სტუმრებს, ნუ ვინც ეთერში იშვიათად მოდის ამ პირველად მოდის და პრინციპში დამწყებ წამყვანებსაც აქ რაღაც შიში ხო, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია, ხო? ვაიმერ ამე ხوار შენიშნება და შიშის ფოთვა და სხვადასხვა ეს თქვენ უკეთესად დაახასიათებდა. როგორ შეიძლება ამას გაუმკლავდეთ ისე რომ არც ავიგრძალოთ ეს შეგრძნებები და გავაკეთოთ ის რისი გაკეთებაც გვინდა როგორც სტუმარს ასევე წამყვანს. თავდაპირველად საკმაოდ რთული იყო ჩემთვის, ანუ გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყვი. ახლავს მაინც ყველა გამოსვლას ღელვა, იმიტომ რომ ვცდილობთ რა რაღაცები, თქვა ძალიან ბევრი ადამიანი გიყურებს, ხო? შეიძლება გაგვაკრიტიკონ იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ვიტყვით. და საკმაოდ რთული პროცესია ეს, თუმცა ეტაპობრივად ახლა გამოცდილებას მოგცეს ყველაფერი, გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე საკმაოდ თავდაჯერებული ვხდებით და ვცდილობთ, რომ ეს ღელვა მართოდ ჩვენი ფიქრები, ჩვენი აზრები და ეს ღელვა უკანა პლანზე გადავანაცვლოთ. ისე ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხო არსებობს ის, რომ ადამიანს პირიქით პოზიტიური კომენტარების, ნუ ამ შემთხვევაში თუ სოციალურ ქსელზე ლაპარაკი ეშინიათ, ან დავუშვათ სოფო რა კარგად გამოიყურები, ერთი მოიცა. ანუ ეგეთ ხო ვიცი ხოლმე, ანუ მარტო სოფო არა, მეცაც კომენტარებს, ეგრევე ვიცით რაღაც ბანზე აგდებოდა მეორე ადამიანს, შეიძლება დაებადოს განსა რომ მე გულით რაღაც კარგი გუთხარი და ამან ბანზე ამიგდო და არ და თითქოს ცუდის თქვა არ მინდოდა. აი მე მაგალითად შემიძლია ვთქვა რომ როცა მეუბნებიან რომ აი რა კარგად გამოიყურები, კაი რა ვიძახი. თითქოს გვერიდება. ხო, თითქოს ხო. მაგრამ თან ვიცით რომ შეიძლება კარგად გამოვიყურებოდეთ, თუმცა მაინც უარყოფთ ამას. ხო, მაგრამ როგორც ფსიქოლოგები ამბობთ, თურმე ეს არ შეიძლება თვით შეფასებას ანგრევს დროთა განმავლობაში. და პირიქით თქვენგან საინტერესო რჩევა მივიღე ერთ დროს და იმის შემდეგ მადლობა ვიძახი უკვე, იმიტომ რომ არ შეიძლება მიიღეთ კომპლიმენტი, ასე ამბობენ ფსიქოლოგები. სარგესტანი მადლობა ხო, ირწილობ რომ გაბედო. ხო, შესაბამისი უკავშირი უნდა გქონდეს ნებისმიერ ქცევას ამ შემთხვევაში და ეს გამართლებულიც არის, რა თქმა უნდა, ადეკვატური რეაქცია უნდა გქონდეს იმაზე, რასაც ვიმსახურებთ. კი ბატონო, აი სათაურს რომ მიუბრუნდეთ, ახლა რაზეც ვაპირებთ თითქოს საუბარს, ანუ პოზიტიური აზროვნება, აი ბოლო წლები გვესმის, აი ბოლო 20 წელი ალბათ ხა სიახლე არა, რომ აი პოზიტიურად იაზროვნა, პოზიტიური ფსიქოლოგია და აბა პოზიტიურად იაზროვნა. ანუ შეიძლება არ ვარ იმოწყობის, ხო? ანუ როგორ გავაკეთო მაგალითად, ანუ საჭიროა თუ არა მაინც და მაინც აი ყოველდღე აი ესეთი ვიყო, როცა ანუ არ ვიცი, თითი ვიტკირი, კარს მივარტყი და ვიცინო, ანუ რა იგულისხმება. ხო, ნუ ეს დანარადოკოტრია. რა იგულისხმება პოზიტიურად აზროვნებაში? ანუ ეს საკმაოდ ისეთი ძლიერი, ანუ ესე ვთქვათ, სუპერძალა არის, რომელიც უნდა გქონდეს ჩვენ ადამიანებს და ესეც საკმაოდ ისეთი პროცესი რის იმართვაც გვჭირდება ჩვენ, იმიტომ რომ ამას თუ ვერ ვმართავთ ჩვენ, ფაქტობრივად ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ადეკვატური როგორც წერან თქვენ, ადეკვატური რეაქცია უნდა გქონდეს ჩვენს ნებისმიერ ქმედებაზე, ხო? ახლა როცა ხელს ვიტკენთ, ფეხს ვიტკენთ, ამ დროს ესეთი გახარებული სახით რა თქმა უნდა. როგორც იქნა ფეხი ვიტკინე. ხო, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით, ამიტომ მნიშვნელოვანია ესე ვთქვათ, ეს რა არის წინაპირობა, ესე ვთქვათ, ჩვენი სტრესის, ფიზიკური, ფსიქიკური ჯანმრთელობის მართვას უწყობს ეს ძალა ხელს ფაქტობრივად. და შესაბამისად, ჩვენ თუ რაღაც ასე ვთქვათ, არასასურველ ქცევაზე, არასასურველი უკავშირი გვექნება, შესაბამისად ეს არც იქნება სწორი, ამიტომ თუნდაც იმ ცუდი ემოციების მიღებისაც მიღების მიმღებლობა უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ცუდ განწყობაზე ვიქნებით, თუმცა ეს არ უნდა იყოს გრძელვადიანი პროცესი. აი, აქ უკვე უნდა ჩავრთოთ ჩვენი სუპერძალა და უნდა შევამციროთ ეს უარყოფითი ემოციები, უარყოფითი განწყობები. პოზიტიური აზროვნება ადეკვატურობა უფროა, ვიდრე სულსიხარული. დიახ, რა თქმა უნდა, სულ ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება. ზოგჯერ წუხილის უფლებაც გვაქვს, ზოგჯერ მოწყენილობის უფლებაც გვაქვს.
რომ ვიტიროთ, ანუ ეს ემოციაც უნდა გამოვხატოთ, აუცილებელია, იმიტომ რომ ზოგჯერ ან თუ აქ ამოვა ძალიან ზედაპირზე, ასე ვთქვათ, ჩვენი სუნთქვაც შეიკრება ამ დროს და შესაბამისად ძალიან გაგვიჭირდება კომუნიკაციის დამყარება. ზოგჯერ ხო არის, როცა არ ველოდებით და მოკლედ ეს ემოცია შემოგვიტევს და რაღაცა იკეტება, მოკლედ ვიკეტებით. ჩვენი შინაგანი, ესე ვთქვათ, შიგნით ჩაკეტილები ვართ. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დროს სუნთქვა. ანუ სუნთქვა ძალიან გვეხმარება. ეს შეიძლება იყოს, თუნდაც 5 წუთი გაგრძელდეს 5 წუთი, მაგრამ ეს ახლა ღრმა, ძალიან ღრმა, ანუ მე გულისხმობ სუნთქვას 5 წუთის განმავლობაში. ანუ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ როცა ვიკეტებით, ესე ვთქვათ, ძალიან ზედაპირზე და სიღრმეში მოკლედ უკვე არც ფიქრები, ასე ვთქვათ, ვერაფერი ვერ გმართავს უკვე ჩვენ, ვერ უმართავთ უფრო სწორად ჩვენს აზრებს, ფიქრებს, ჩვენს ემოციებს, ამ შემთხვევაში უნდა მოვწყდეთ ამას, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა უკვე საკუთარ თავს ვერ უმართავთ, შესაძლოა ძალიან უარყოფით შედეგამდე მივიდეთ. ძალიან ცუდი აზრები, ცუდი ფიქრები შემოგვიტევს ამ დროს და ეს რა თქმა უნდა ჩვენი ორგანიზმისთვის და სიჯანსაღისთვის არ არის კარგი. ანუ თუ ჩავჭებით, ხო? კი, რა თქმა უნდა. სოფლის რა მაინტერესებს ჩვენ ვთანხმდებით სავარაუდოდ ყველა რომ ჩვენი განწყობა მით უმეტეს მაშინ როცა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ვიმყოფებით გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე. ეს იქნება დადებითი თუ უარყოფითი, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ უნდა გქონდეს მიმღებლობა, ამ შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ ის ადამიანები, რომლებიც უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორიც იმ წუთას ვართ პირობითად, ხო და ეს ხშირად არ ხდება. აი დასაწყისში ჩვენ მე და პატო საუბრობდით რომ როცა კარგ ხასიათზე ხარ, ხშირად ჩემთვისაც უკითხავთ, რომ აი, ნეტა რა გიხარია? თუ ცუდ ხასიათზე ვარ, რატო ხარ ცუდ ხასიათზე? აი ეს კონტაქტი ჩემსა და მეგობრებს შორის ხშირ შემთხვევაში შემდეგ ხდება მსუბუქი კონფლიქტის რაღაცა საწინდარი, იმიტომ რომ ვეღარ ვხვდები ხოლმე კარგად ვარ, რატომ რა გიხარია, ცუდად ვარ, რატომ ვარ ცუდად, რაღაცა ვფიქრობ ხოლმე რომ მე შუალედი დავიჭირო და ეს შუალედი უკვე ვეღარ ვხვდები. რა არის, იმიტომ რომ ხა ისეთ ადამიანებთან ერთად ვატარებთ დროს დღის განმავლობაში, რომელთანაც გვიხარია ხო ურთიერთობა და რაღაცნაირად მე ადამიანები რო ფიქრდებით ხოლმე, ხვდებით რომ მეგობარს გინდა რომ შენი რაღაცა პოზიტიური განწყობაც გადადო, მაგრამ ვცდილობ რომ უარყოფითი შებოჭო. აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ? როდესაც ვიმყოფებით მეგობრებთან ერთად ან სივრცეში, სადაც ჩვენს გარდა ძალიან ბევრი ადამიანი არის. როგორ ვაკონტროლოთ ჩვენი ემოცია და როგორ მივიღოთ უკავშირი მათგან, ისეთი ადეკვატური. ხო, თან საკმაოდ რთულია ეს. ძალიან. და ძალიან ბევრ ადამიანს გვიჭირს. თუმცა შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა. თუნდაც ის, რომ პოზიტიური აზროვნება იმას არ ნიშნავს, რომ უარყოფითი არ მივიღოთ, მიუღებლობა გქონდეს უარყოფით მიმართებაში და აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, როცა ვიმყოფებით ისეთ გარემოცვაში, თუნდაც განსაკუთრებით მეგობარს როცა ეხება საქმე და გვინდა რომ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავუზიაროთ, როგორი ემოციური ფონიც არის იმ დროს ჩვენში, ჩვენ შინაგან სამყაროში. რა თქმა უნდა, ანუ თუნდაც ის, რომ აი ყველაფერი კარგად იქნება, არის დარდო, როცა ცუდად გრძნობთ თავს და ამ სიტყვებს გაუბნებიან, ესეც მიუღებელია, იმიტომ რომ გამოდის, რომ ესე ვთქვათ, მიუღებლობა, ხან ჩვენ თითქოს არ ვუსმენთ იმ ადამიანს, არ შევდივართ იმ ადამიანის მდგომარეობაში, არ ვართ. ხო, აი გაუფასურება, ჩახშობა ჩვენი ემოციის და აუცილებელია ამ დროს, რომ თუნდაც ის, რომ ცუდად გრძნობ თავს, ხო, აი შენ რა ჩემს ადგილას ყოფილიყავი, როგორი გრძნობდი თავს, ვთქვათ, ძალიან რთულია უთხრა ადამიანს, აი რაღაც ძალიან ცუდი რომ მოხდება და ყველაფერი კარგად, ან რო იცი რომ ის ცუდი, ანუ ვიცით რომ რაღაც მოყვება ამას ძალიან უარყოფითი და მაინც ვეუბნებით, რომ აი ყველაფერი კარგად იქნება. ფაქტობრივად ჩვენ იმ ადამიანს კი არ ვამზადებთ იმ ცუდისკენ. პირიქით რაღაც დადებითს ვუქმნით და პირიქით შემზადება ჭირდება, მომზადება სჭირდება ადამიანს. ხო, კი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ძალიან ხშირი შემთხვევა ყოველდღიურად განსაკუთრებით ხშირად ვამბობთ, აი ყველაფერი კარგად იქნება. თუნდაც უმისამართო დროის გარეშე. აი ზუსტად ეგ არის, რომ ჩემი ემოციის გაუფასურება ხდება ამ დროს და არ უცემ პატივს ჩემი მეგობრის აზრს თუნდაც. შეიძლება ამით ჩვენ ვცდილობთ, რომ კარგი გავუკეთოთ, თუმცა არც ისე კარგი გამოდის საბოლოოდ, იმიტომ რომ როცა ყველა გვეუბნება, აი ყველაფერი კარგად იქნება, არის დარდო, ეგეთ სიტყვებს რო გვეუბნებიან, უცებ ცუდი რაღაც ხდება, შესაბამისად რაღაცა ქვემოთ ვარდებით უცებ. და ხო არსებობს რაღაც ფრაზები, რასაც გვირჩევენ ხოლმე 10 წლეულები, აი მაგალითად გამახსენდა ერთი რაღაც და თქვენ დაიმატეთ ბუნებრივია,
ანუ დაუშვათ შენ ახლა ცუდად გძნობ თავს, მე ხა ამას ვერაფერს ვერ ვუზამ აქედან, მაგრამ შენთან ვარ. უბრალოდ შენთან ვარ და თუ გადაწყვეტ რომ გინდა ამაზე ისაუბრო, აქ ვარ. ანუ არანაირი არც კარგად იქნება. ეს ძალიან კარგი შეთავაზება არის მეგობრის მიმართ, იმიტომ რომ ზოგჯერ აი მეგობარსაც არ სურს რომ გვესაუბროს. ხვდებით რომ დახმარება სჭირდება, თუმცა უარს ამბობს ამაზე. ხო, აი ამ დროს როგორ უნდა? ანუ იქვე იყო, ხო? კი, რა თქმა უნდა. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია დადებით აქტივობებზე ყურადღების გამახვილება, შევთავაზოთ ის, რაც ძალიან მოსწონს, რაც ძალიან კარგ განწყობაზე დააყენებს, რაც ესიამოვნება ჩვენგან ну ხო ვიცით აი მეგობარს რა მოსწონს რას გააკეთებს თუნდაც მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცუდ გაწყობაზე იყო ალტერნატივის შეთავაზება საკმაოდ კარგი არის ამ დროს ან ზოგი მაგალითად შოპინგი არის ზოგისთვის გამოსავალი აი წავალთ რაღაცებს ვიყიდით შევიძენთ ახალ ნივთებს და ამით თითქოს ან ზოგი ადამიანი ხვდება როგორ ჩაანაცვლოს ეს უარყოფითი ემოციები და ცუდი განწყობა, ცუდ განწყობაზე ყოფნა, როგორ ჩაანაცვლოს კარგით. მაგრამ როცა ვერ ხვდებიან ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეგობრები და ანუ ესე თქვა ახლო ადამიანები უნდა დაეხმარონ ამ საკითხს. ანუ მეგობარი არ არის მხოლოდ, ანუ მეგობარი შენი ახლო ადამიანი, ოჯახის წევრი ქიოთ მეგობარი, იმისთვის არ არის მხოლოდ რომ შენი სიხარული გაიზიაროს, ეს ცნობილი ფრაზა არ მინდა გამბირო, რასაც ხალხებში რა ვიხენებთ. კარგი ფრაზაა ამ დროს. უბრალოდ ისაა რომ ადამიანი ვისთან ერთადაც არ შემეშინდება უარყოფითი ემოციების გამოხატვა და ვიცი რომ უსაფრთხოდ შემიძლია ეს გამოვხატო. ხო, რატო იცით, შეიძლება რასაც ვიტყვით ჩვენ, ეს ჩვენთვის იყოს კარგი, მაგრამ მისთვის იყოს საზიანო. ანუ ჩვენ არ ვიცით ამას კარგი შედეგი ექნება თუ არ ექნება კარგი შედეგი. ამიტომ ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს, როცა რაღაცას ვთავაზობთ ადამიანებს ახლობლებს, ასე ვთქვათ, უცხო ადამიანებს. ზოგადად სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ის ჩვენი ერთი ნათქვამი სიტყვა როგორ დაილექება ადამიანის გონებაში და როდის შემდეგ გამოვლინდება, ანუ უარყოფითი მხრივ ან დადებითი მხრივ, ამიტომ ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ რას ეტყვი ადამიანს და როგორ ეტყვი, როგორი ინტონაციით ეტყვი, როგორი რაღაცა სახის მიმიკით ეტყვი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ბოლო-ბოლო ლაპარაკი რო არ იყოს ეთერში ხა საერთაშორისო ჩუმად ვიქნებოდი. კი და სოფო მე მაინტერესებს შეიძლება თუ არა მუდმივად პოზიტიურ განწყობაზე მყოფმა ადამიანმა გამოიწვიოს ნეგატიური უკავშირი ადამიანებისგან. რა თქმა უნდა. აი რატო? ვერ ხვდები რა. საკუთრებით პოზიტიურ განწყობაზე ვართ. ანუ ეს წარმოუდგენელიც არის, რომ ყოველთვის ვიყოთ პოზიტიურ განწყობაზე. აი რაღაც ისეთი იქნება, რომელიც შეიძლება როცა შეიძლება არ მოხდეს ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ხო? მე არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც შეიძლება ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე. ანუ ვინც იბრალებს იმას, მეგობრები ამ შემთხვევაში არასოբიერად ტყუილში დებენ ბრალს. ხო შეიძლება ტყუები სულ კაი ხასიათზე რო. ხო, ანუ არ ვიცი მართლა ძალიან რთულია. შეიძლება ძალიან ხშირად ვიყოთ კარგ განწყობაზე, მაგრამ ის რო წყვეტა არ ქონდეს, ამას ეს რიცხულია. ძალიან ისეთი ძლიერი ნებისყოფის ადამიანებიც და ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მართონ საკუთარი თავი და ვიცოდით მოკლედ ამას რო გავაკეთებთ, ეს შედეგი მოყვება და ასე შემდეგ. გამორიცხულია, რომ სულ ვიყოთ, ანუ მდგრადობა შეინარჩუნოს, ესე ვთქვათ, ჩვენმა ემოციურად არ გვიყოფა ფიზიკურად ორგანიზმი. ანუ გამორიცხულია, იმიტომ რომ ის წენა, შიში, ბრაზი, აი როგორ შეიძლება რომ არ გავბრაზდეთ რაღაცაზე, ხო? ეს დაგვაზიანებს აუცილებლად. მაგრამ თუ ახლა შენი ღბულები ვართ და ვითომ კარგად გრძნობ თავს და ესე ვაჩვენებ თავს, ეს საკმაოდ რთულია, ეს ძალიან ხელოვნური იქნება და შეიძლება რომ ამითი ადამიანმა არავერბალური კომუნიკაცია რეალურად შინაგანი მდგომარეობა. შეიძლება იფიქროს რომ დაფარავს, მაგრამ აი არავერბალური კომუნიკაცია აუცილებლად თავისას გააკეთებს. ანუ 80% ხო, რა თქმა უნდა, არავერბალური კომუნიკაციის, ესე ვთქვათ, ეს პროცენტული მე სწორად აღნიშნეთ, ეს პროცენტული მაჩვენებლები სწორედ არავერბალურ კომუნიკაციაზე მოდის და ვერბალური ძალიან მცირე არის, ამიტომ ვინც ჟესტების ენა ასე თუ ისე იცის და შეიძლება არც იცოდეს, თუმცა ვიზუალურად გვეტყობოდეს, რომ არ გამოვიყურებით კარგად. მე მაგალითად შემთხვევაში აქვს ესე იგი მეგობრობას და ოჯახის წევრობას მნიშვნელობა, იმიტომ რომ ამ ადამიანთან ერთად რო წლები იზრდები მის ჟესტებს 80% აუცილებლად იმდენად კარგად სწავლობ, შეიძლება ვერც ფიქრობდი ამას, მაგრამ იცი რომ აი ესე რა.
ხაი, თუნდაც თქვენ ახლა დარწმუნებული ვარ, შეგიმჩნევთ, აი ოჯახის წევრებთან მიმართებაში, ვითომ კარგად რომ გრძნობენ თავს, ანუ უნდათ რომ თქვენ არ განერვიულოთ და ცდილობენ რომ აი დადები ვითომ კარგად არიან, ნუ არც იღიმიან, მაგრამ არც იმას, რასაც გრძნობენ, რეალურად არ გაჩვენებენ მოკლედ ამას. ამის აფიშირებას არ აკეთებენ. თქვენ დაახლოებით დარწმუნებული ვარ, რომ ხვდებით, რომ აი რაღაც ხდება, რაღაცას არ მეუბნება. ან მე მქონია ეგეთ შემთხვევა, რომ აი დედა ჩემთან მიმართებაში რაღაცა გაწუხებს, რაღაცა გჭირს, აბა რა გჭირს მითხარი, იმიტომ რომ ხვდებოდი, რომ ანუ ისი არ იყო, თითქოს კარგად იყო, მაგრამ ხვდებოდი, რომ რაღაცაში იყო საქმე. ამიტომ მე პირადად ეს ამ მდგომარეობაში ვყოფილ ვარ და ალბათ მე ვფიქრობ ძალიან ბევრ ადამიანს ქონია მსგავსი შემთხვევა, იმიტომ რომ ზოგადად როცა რაღაც ხდება, თუ შესწავლილი გვყავს ის ადამიანი და ძალიან კარგად ვიცნობთ, მარტივია ამის ამოცნობა, ხა თუ არ ვიცნობთ ადამიანს, შესაძლოა გაგვიჭირდეს, თუმცა ვინც კარგად იცის, ასე ვთქვათ, ჟესტების ენა, არ გაუჭირდება. ამის ამოცნობა. დავფიქრეთ, ეხლა რამდენი ხელოვნების ნიმუში და პრინციპში კულტურაც არ იქნებოდა, რომ აი ოდნავ დეპრესიული განცდა არ ქონოდა იგივე ხელოვნებას, ხო? მხოლოდ ხიარული სიმღერები იქნებოდა. ანუ ბეთჰოვენი არ გვეყოლებოდა, მოცარტი არ გვეყოლებოდა, ქართველი ძალიან მაგარი კომპოზიტორი შეიძლება მარტო ჩვენ ვიცით ჩვენს ქვეყანაში და ბევრმა არც არ გვეყოლებოდა, შეიძლება ცეკვები არ ქონოდა, რაღაც ნახატები არ ქონოდა, ანუ არაფერი არ გვექნებოდა პრინციპში. რომ ვიღაცა არ ყოფილიყო, რომ ვაიმე რა ამაო. და ყველაფერი გაღიმებული რო ყოფილიყო და ისეთი ამაღლებულ განწყობას. აი რიდგან საბოლოოდ რომ რაღაცნაირად ჩამოყალიბდეთ კიდევ ერთხელ გამიგონოთ პოზიტიური აზროვნება და სუპერ ხასიათზე ყოფნა რიდგან სხდება ერთმანეთის. როგორ? საბოლოოდ აი რაღაცნაირად პოზიტიურად აი აზროვნება, რასაც ქვია და კარგ ხასიათზე ყოფნა რიდგან სხდება. ხო, აი პოზიტიურად აზროვნება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარყოფით რეალური სურათი უნდა მივიღოთ. ან ის რაც არის, იმის მიმღებლობა უნდა გქონდეს ჩვენ. იმიტომ რომ თუ არ უარყოფითაც პოზიტიურად რაღაცნაირად პოზიტიურად აღვქვათ, რაღაცა უარყოფითი, რომელიც ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს. უნდა შევეცადოთ, რომ რაღაც კარგი დავინახოთ იმ უარყოფითში. აი ამასთან დაკავშირებით მახსენდება, ეხლა ერთი რაღაც უნდა თქვა ამასთან დაკავშირებით, აი გლეხმა გაუშვა ცხენი საძოვარზე. და როცა დაბრუნდა, ანუ არ დაბრუნდა ეს ცხენი, შეიკრიბა სოფლის მოსახლეობა და ამ სოფლის მოსახლეობამ უთხრა რა ცუდი ამბავი მოხდაო და ნუ ეს უფროსმა ხომ გლეხმა უთხრა ეს შეიძლება კარგიც იყოს ან ცუდიც იყოს არ ვიცით რა როგორ იქნება კარგი თუ ცუდიო შემდგომ ეს ცხენი დაბრუნდა და მოიყვანა სხვა ველური ცხენები შეიკრიბა სოფლის მოსახლეობა და აღნიშნა რომ ვაუ რა მაგარი ამბავი მომხდარაო გლეხმა უთხრა არ ვიცით ეს კარგი არის თუ ცუდიო ამ გლეხის შვილმა გადაწყვიტა რომ ეს ველური ცხენები მოეთვინიერებინა და სამწუხაროდ ფეხი იტკინა. ისევ შეიკრიბა სოფლის მოსახლეობა და უთხრა რა ცუდი ამბავი დაგვატყდა თავსო. გლეხმა უთხრა არ ვიცით ეს კარგი არის თუ ცუდიო. შემდგომ დაიწყო ომი. და ისე მოხდა რომ ანუ ამ გლეხის შვილი არ წაიყვანეს ომში. ყველა ვინც იყო, ყველა წაიყვანეს, მაგრამ ეს გლეხის შვილი რადგან ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ამიტომ დატოვეს. მე მგონია ექიმთან წავიდა და ძალიან კარგი გოგო იყო და ეს გაისწრაფა. ხო, ამიტომ მოკლედ ანუ მთელი არსი რა არის აქ რომ ჩვენ არ ვიცით როცა რაღაც მოხდება, ანუ როგორ იქნება, კარგი თუ ცუდი. იმ ცუდსაც შეიძლება რაღაცა დადებითი ჰქონდეს. ამიტომ ასე თქვა წინასწარ პროგნოზირებასაც ვერ გავაკეთებთ. ახლა ლუდოვიკო მე-14-ეს დიდებულები, ვეზირები აღვიძებდნენ ყოველდილას და დილით და უბნებოდნენ. ოხ, როგორი დიდებული დღე არის დღეს, თუმცა, ნუ ახლა არ ვიცი რამდენად სწორი წყაროდან მოწოდებული ინფორმაცია არის, თუმცა ესე ხდებოდა თურმე. მაგრამ რადგან დიდებული და ბატონო დიდებული დღე იქნება, ანუ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ რაღაც თან ლუდოვიკო მე-14-ეს ახლა რაღაც ყველაფერი ისე იდეალურად აწყობილი ქონოდა. ხო და ამიტომ ჩვენ შეიძლება რომ რაღაცები გავაკონტროლოთ, რაღაცების მიმართ უძლურები ვართ, უბრალოდ მოწყვლადი არ უნდა ვიყოთ ამ უარყოფითის მიმართ და რაღაც კარგიც უნდა დავინახოთ. ანუ უძლურებაც უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა. ზოგჯერ ვართ ისე რომ არაფრის ანუ ენერგია რო არ გვაქვს, ზოგჯერ ვიღლებით ჩვენ სხვა რობოტები ხო ვართ ადამიანები. ამიტომ უნდა მივიღოთ ის რომ ეხლა დავიღალე, ცოტას ძალას მოვიკრებ, დავისვენებ და ისევ ახალი შემართებით გავაგრძელებ. ბატონო და ბოლო კითხვა მექნება სანამ დაგემშვიდობები.
ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აი ცხოვრებაში მაგალითად რაღაცა წინააღმდეგობა, რომელიც გვხვდება ხოლმე, არც თუ ისეთი ცუდია, იმიტომ რომ შეიძლება რომ სწორედ ამ დროს დავიწყოთ განვითარების გზაზე დავდგეთ. ასეთ შემთხვევაში ამ მდგომარეობას რაღაცნაირად ახლა ამ ემოციას ვაკავშირებ ხოლმე და რა მინდა რომ გითხოთ. როდესაც ადამიანი გაბრაზებულია, ხშირად გვეუბნებიან, რომ აი გაბრაზებულზე არ მიიღო უეცარი გადაწყვეტილება. გაბრაზებულზე ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს შემდეგ ურთიერთ განვითარებაზე, ხო? ამას ყველა ვამბობთ, ახლა მეც მithქვავს ჩემი მეგობრისთვის და რა ვიცი, ძალიან ბევრისთვის, მაგრამ შეიძლება რომ გაბრაზებულზე ადამიანმა იმდენი იფიქროს, სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეს და არ ვიფიქროთ იმაზე, რომ აი გაბრაზებულზე გადადგმული ნაბიჯი აუცილებლად უარყოფითი იქნება. ნუ ზოგადად ესე აფექტურ მდგომარეობაში როცა ვახორციელებთ აფექტური მდგომარეობა განსხვავდება, შეიძლება რომ გავმიჯნოთ გაბრაზებისგან. უბრალოდ გაბრაზების დროს შეიძლება ვერ გავაკონტროლოთ, ანუ აფექტურ მდგომარეობაში ადამიანმა დანაშაულიც რომ ჩაიდინოს, მგონი udანაშაულოდ ცნობენ ამ ადამიანს თუ ფიზიოლოგიური აფექტია. ნუ უბრალოდ პათოლოგიური და ფიზიოლოგიური დროს ფიზიოლოგიური დროს ხო და ამიტომ მოკლედ თუნდაც ბრაზდებით, ანუ ეს ძალიან რთულია, ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება. ბრაზის დროს ვერ ვფიქრობთ, ხო? ბრაზის დროს ვერ ვფიქრობთ, ვერ ვმართავთ ჩვენს ფიქრებს, აზრებს, ესე ვთქვათ, ძალიან ტოქსიკური ხდება ჩვენი ფიქრები და აზრები და შესაბამისად პოზიტიურობაზე საუბარი ზედმეტია ამ დროს. თუმცა ან უნდა გავჩერდეთ, სადღაც უნდა გავჩერდეთ, იმიტომ რომ მაღალია ალბათობა იმის, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. შეცაძლოა არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორ გადაწყვეტილებას იღებენ, თუმცა ძალიან ცოტა იქნება ეს შემთხვევა. დიდი გამოცდილების ხარჯზე, იმიტომ რომ ამ ბრაზში პრაქტიკული გამოცდილება უნდა გქონდეს საკმაოდ დიდი. ბევრი ადამიანი გქონდეს დაწყება. ხო, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია გაბრაზებულ მდგომარეობაში, ანუ ვერ მართავთ ჩვენ ადამიანები, ნუ უნდა გამოვხატოთ ეს ემოცია, თუმცა როგორ გამოვხატოთ, ესეც უნდა ვიცოდეთ. მე ვფიქრობ, ბრაზზე შეგვიძლია ცალკე, ყველა ამ მინიმუმ ამ 4 ემოციას ცალკე ისინი უნდა დაუთმოთ ეთერები, იმიტომ რომ ახლა ძალიან მინდა ბრაზები ლაპარაკოთ, რომ ფიზიოლოგიური მდგომარეობა ისეთია, რომ არცაა საჭირო, რომ ყველაფერზე იფიქრო. ბრაზი არის მიმართული, აი ეს ძალიან ვიწრო ცნობიერება, რომ მოვიშორო რაღაც ობიექტი, რომელიც ნერვებს მიშლის. და ჩვენს ცხოველურ წარსულს თუ დავეყნობით, იქ იყო რა, ანუ ან გავიქცე, ან ვებდღნა, ხო? იმიტომ რომ ოჯახი უნდა გადავარჩინო, ან ნუმშია. სხვა არაფერზე ვფიქრობდა. ახლა მე თუ ვიფიქრე დროულად პოეზიაზე, პეპლებზე, შეყვარებულზე და იმაზე, ეს მომენტი გამექცა. დღეს განსაკუთრებით ძალიან ბევრი გაბრაზებულ ადამიანს ხედავთ, თუნდაც ანუ გარემოს სივრცეში ხო, ქუჩაში რა დავდივარ, ძალიან ბევრი გაბრაზებული სახით დადის. ეს ჩვენი საფრთხე არათია. და სოფო, იცი კიდე რა მაინტერესებს, ხა ჩვენ როცა საუბრობთ ემოციების მართვაზე, კონტროლზე, გადმოცემაზე და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს სწავლობთ როდის, ხო, პატარა ასაკიდან, ბავშვობიდან და ტირილი ვახსენეთ დასაწყისში საუბრის და მაინტერესებს, რამდენად არასწორია, როცა მშობლები ბავშვებს ეუბნებით, რომ არ იტირო. ეს ნიშნავს იმას, რომ მას უკვე ბავშვობიდანვე ვასწავლით, რომ ჩაკეტოს მისი ემოცია და არ გამოამშრალოს. კი, ანუ ერთგვარად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაძლევთ ბავშვს საშუალებას, რომ გამოხატოს ის ემოციები, მაგალითად, ჩემი შვილი რაღაცაზე რომ გაბრაზდება და არ ვაძლევ იმის საშუალებას. აი თუნდაც სანამ მეცის არ მეტყვის, ხო, იწყებს ტირილს. არ იტიროს, არ უბრალოდ რომ მომეცი მითხრას და მე მივცემ მისთვის სასურველი ნივთი. იმიტომ რომ ზოგადად მნიშვნელოვანია გამოხატოს იტიროს, მაგრამ მიხვდეს რომ ტირილით ვერ მიიღებს თქვა მისთვის სასურველ ნივთს. ანუ სავაჭრო ის არ უნდა იყოს ტირილი. ხო, რა თქმა უნდა, ხო, იმიტომ რომ ხშირად ბავშვები განსაკუთრებით საკმაოდ ისეთი манипуляტორები არიან და იტირებენ მშობლებს შეგვეცოდებათ და შემდგომ ყველა სურვილს ესე ვთქვათ ვუსრულებთ. ამიტომ იტიროს, მე ყოველთვის ვამბობ, იტირე, აი სხვათა შორის წინა დღეს მშობელთან მქონდა შეხვედრა, ბავშვთან დაკავშირებით ვესაუბრებოდი და ტირილი დაიწყო. მე არ მithქვამს, რომ არ იტიროთ მეთქი. ვუთხარი, სალფეთქი მივაწოდეთ, რომ ცოტათი დამშვიდებული იყო. იმიტომ რომ ძალიან რთულია, როცა ადამიანს რაღაც აწუხებს და ხვდებოდი თან, რომ ამ მშობელს ტირილი უნდა დაიწყო და შენ ეუბნები არ იტირო არ და უნდა რომ იტიროს. პირიქით უნდა მივცეთ საშუალება, რომ იტირეთ უფრო უკეთ დამშვიდება ამ დროს ადამიანი, როცა ვაძლევთ იმ ემოციის გამოვლენის საშუალებას. მოკლედ ჩვენს რო არ წარდგენია, როგორც ხდები. სიხარულის ცრემლები, ცხენის ცრემლები, ბრაზის ცრემლები და აქაც ძალიან ბევრი სალაპარაკო გექნება და აუცილებლად მიუბრუნდებით ამას და იმედია გეცლებათ. ამისთვის
ჩვენ ახლა მოვინიშნოთ ცოტა თემა. დამწუხრებული და ასეთი ცრემლებით დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ არ გვეყო და ასე ვთქვა, სიხარულის ცრემლებით, იმიტომ რომ რაღაცა ახალი გავიგეთ მაყურებელთა ერთად. თქვენ თუ თვლით, რომ შეგიძლიათ შეავსოთ ეს ჩვენი ვაკუუმი ინფორმაციული, შეგიძლიათ ასევე იაქტიუროთ სოციალური ქსელის საშუალებით. ძალიან დიდი მადლობა სოფო. ჩვენ კი რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით ისევ ახალი თემით. ესე იგი პოზიტიური განწყობით გავაგრძელოთ. მოდი დღეს მთელი გადაცემა გავაგრძელოთ ასე, მით უმეტეს ძალიან საინტერესო თემით უნდა შემოგვიერთდეს მაგდა ჩხარტიშვილი, პოეტი, რომლის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება თბილისის დროით. ეს არის ცხოვრება პოეზიასთან ერთად. საინტერესოა, ძალიან საინტერესო სახელწოდება აქვს, მე ვფიქრობ, თბილისის დროით. პირველი ჩემი კითხვა ალბათ შეიძლება იყოს ის, თუ რატომ ეს სახელწოდება. ხო. და ვისაუბრებთ მის შემოქმედებითა ცხოვრებაზე, თქვენთან ერთად ჩვენც გავიცნობთ ამ ადამიანს, როგორც ხვდები, ის ჩვენთან პირველად შეიძლება იყოს სტუმარი. დღემშვიდობისა მოვწადით. როგორ ხართ? გამარჯობა. ყოველთვის ჩვენთან კონკრეტულად, ხო? ჩვენთან. მოგესალმებით. ემოციებზე ვლაპარაკობთ ხარდა, სანამ თქვენ სერიოზულ ლაპარაკს დაიწყებთ, მე არასერიოზულად და როგორ განწყობაზე წერთ ხოლმე ძირითადად. ნუ ეხლა ცოტა ისეთი საკითხია. პოეზია ყოველთვის იწერება ნებისმიერი დიდი ემოციის დროს, თუმცა ეგ არის ძირითადად ისეთი სენტიმენტალური განწყობის. სევდა. იგრძნობა თუ არა თქვენი განწყობა? როგორ არა? კითხულზე შეიძლება რომ გადავიდეს რაღაც გარკვეული გავლენა მოახდინოს. იცით რა არის? თუ შენი განწყობა მკითხველზე არ გადავიდა, ჩათვალე რომ ტყუილად დაგიწერია. ანუ ასოები დახატე უბრალოდ. ხო, ანუ ცხოვრობ ისე, როგორც წერ, ამას ყოველთვის ვამბობ. არასდროს არ წერ, იმიტომ რომ რაღაცა აუცილებლად აღფრთოვანება გამოიწვიო მკითხველის, შენ როგორც შეგიძლია, როგორც განიცდი, ისე წერ და ისე ცხოვრობ. კი ბატონო. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანზე ზოგადად პოეზია? აი ოდითგანვე როგორ მოდიოდა და როგორ ვართ დღემდე. შეიძლება შეგვცვალოს, რაღაცა სწორი დაგანახოს, უფრო ღრმად ჩავწვდეთ შემდეგ საკუთარ თავს. იცით რა არის? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ზოგადად, ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული კითხვაა ხოლმე. ყოველთვის სხვადასხვა პასუხი მაქვს, მაგრამ არის ერთი აზრი. პოეზიას ადამიანის ცხოვრების, ასე ვთქვათ, გადალაგება შეუძლია. ეს არის სამყარო, რომელშიც შეიკეტები და ისე ცხოვრობ. აბსოლუტურად ვერავინ ვერ გამჩნევს, რომ ერთ სამყაროში დადიხარ და შეგიძლია იყო ორ განზომილებაში. პოეზიას აქვს გადარჩენის უნარი, როგორც გითხარით. აქვს საკუთარ თავთან ჩაღრმავების, დაფიქრების, იმ კითხვებზე პასუხის გაცემის უნარი, რომელიც ოდითგანვე გაწუხებს. და მაინც მე მგონია, რომ ტკივილის სიტკბოა. ეს როცა წერ თუ როცა კითხულობ თუ ორივე შემთხვევაში. ორივე შემთხვევაში. ნუ გააჩნია ახლა ადამიანს, თქვათ, თუ მისთვის მე მყოლია, ირგვლივ მყავს ბევრი მეგობარი, თქვენც იცნობთ. რა თქმა უნდა. სრულიად პრაგმატული ადამიანი გეგონება ერთი შეხედვით. ამ დროს ისე ღრმად გრძნობს თითოეულ სტრიქონს იმ ყველა ფრაზას, გაოცებულს მომისმენია. ნუ თუ შეეძლო ასე მიმხვდარიყო. იმდენად დიდია მასში პოეზია, ვიდრე მას წარმოუდგენია. ანუ შეიძლება ვთქვათ, პრინციპში პირველ სტუმარსაც კითხავდით ალბათ ერთად რო იყოთ ახლა ადამიანები ვინც ხშირად ასე ვთქვათ ბოზომის გარეშე უპრობლემოდ გამოხატავს ყველა ემოციას რაც ეუფლება არ რჩება ის რესურსი რომ ეს დაუშვათ ამის სუბლიმირება მოახდინოს და შექმნას ტექსტი, მოთხრობა, სიმღერა, ფილმი. ანუ სულ გამოხატავ, გაუბრაზდებ თქვი, გამიხარდავ თქვი და სათქმელი არ დარჩა. თუ ხდება ისეც რომ სათქმელი არასდროს არ ილევა. სათქმელი არ ილევა. ანუ მე იქიდან გამომდინარე რომ თქვით რომ ადამიანს ეთყობა რომ აი ესეთი მიზან მიმართულად სადღაც მიდის და ემოციები ცოტა და თურმე რა ვულკანია გულში. აი ისევ დაუბრუნდები კაპიტანი სოფოს კითხვას ამაში რომ პოეზიას აქვს ასე ვთქვათ ადამიანის დამკვიდრების, გამოხატვის თავისუფლების ფორმა. ვიღაც თავის სამყაროს ისე პოულობს, არც კი იცის თუ შეეძლო ამ ყველაფრისგან გათავისუფლება ამ ფორმით და ერთ-ერთი
ძალიან დიდი საგანძურია, მე ვფიქრობ, პოეზია ადამიანის არსებობაში. ეს ოდითგანვე ესე იყო, ჩვენ გვყავს გამოჩენილი პოეტები და განებივრებულები ვართ, როგორც წინა ეპოქაში. ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ თანამედროვე ავტორები არაჩვეულებრივ სამყაროს ქმნიან ადამიანის სულის გადასახედს, ასე ვთქვათ და ეს ერთგვარი დიდი საჩუქარია ღმერთის, მე ასე ვფიქრობ. არა მარტო წერის პროცესი, არამედ ის განწყობაც, თუნდაც ის თქვენი ინტერესიც ამ წუთას პირველად სიტყვა იყო და ეს სიტყვების თამაშია. თამაშს ვეძახით, თორემ უბრალოდ სიტყვების თამაშისგან მთელი ესე ნამსხვრევებით იქმნება ხოლმე მე ცხოვრება და ესე არის, ლაგდება. ხო თქვენს წიგნზე რატო ქვია თბილისის დროით, როგორი დროა თბილისში? ეს წიგნი არის, რა ვიცი, განსაკუთრებულად მიყვარს მისი გარეკანი, აქვე ვიტყვი. საინტერესოდ გამოიყურება, კი. ძალიან, ჩემი მეგობრის, უკა გომართელის დიზაინია და ბევრი წლის წინ ცხოვრობდი თბილისში, ჩემი ფანჯრიდან ჩანდა ანძა და ეს ახლა ესეთი მთელი ცხოვრების საჩუქრად დამრჩა, წიგნზე არის, უკდავყოფილი ასე ვთქვათ. თბილისის დროით ეს არის თბილისის დროით, საქართველოს დროით ზოგადად ვამბობ ხოლმე რომ სიყვარულის საათია. ამ წიგნში არის შეტანილი ბოლო პერიოდის ლექსები და აი წაკითხვის დროს მინდა რომ ყველა მკითხველმა, იმ ადამიანმა, ვინც უბრალოდ ინტერესისთვის გადაშლის, რაღაც იგრძნოს ისეთი. განსაკუთრებულს არ ვიტყვი. შინაგან ძალას დავარქმევ ალბათ ამას. რაღაც ნაცნობი, თუნდ მელანქოლიური განწყობის პროცესში, რაღაც თითქოს განიავების ამბავი რომ დავარქვათ ამ ყველაფერს. წამით მოწყვეტა რეალობისგან, იმიტომ რომ მე როგორც ახლა პროფესიით ექიმი ვარ, წარმოშობით ესა ვიძახი და მიყვარს სულის შეგრძნებებით მკურნალობა და ასე რომ მინდა რომ ეს წიგნიც ასეთი იყოს მკითხველისთვის. თბილისის დროით, საქართველოს დროით სიყვარულის საათი იყოს ყველა მკითხველისთვის. პოეზიაზე ვფიქრობდი და ესეთი ანუ რამდენი პარამეტრი აქვს, ხო? ანუ ხელოვნებაში რამდენი მიმდინარეობაა პრინციპში, სადაც შეიძლება ერთი მოკლე რაღაცით ძალიან ბევრი გრძნობა და ფიქრი გამოიწვია და უშუალოდ, ფოტოგრაფია ეს როგორც ბოლო 2 საუკუნის შედეგი, მანამდე ნახატი, რომელიც ფიქსირდება და დამთავრდა, გემის გადაკეთება აღარ ხდება გამოფენაზე, თუმცა პერფორმანსი არა და დანარჩენი არის ასე თუ ისე უწყვეტ და პოეზია. სადაც რამდენიმე სიტყვა, სიტყვებთან თამაში როგორც თქვით, ანუ ადამიანი როგორ ფლობს ენას, ხო? რა თქმა უნდა. როგორ ფლობს სიტყვებს, როგორ შეუძლია ეს ამ სიტყვებით იჟონგლიოროს, ერთ შემთხვევაში რა თქმა უნდა იწერება რომანი, რაც ცუდი ბუნებრივი არა, რომანია, თავისი ადგილი აქვს, მაგრამ შეიძლება მთელი რომანის სათქმელი, აი რაღაც უზარმაზარი ჩაატიო ერთ წინადადებაშიც კი, ტექნიკურ ლექსში კი არა, თეთრ ლექსში, აი საერთოდ რითმო და თითქოს ერთი შეხედვით უშიანო ლექსი, რომელიც ჩვენში იწვევს უბრალოდ რაღაც ემოციას და ჯერ ვერ ხვდები რატო ამ სიტყვების ნაკრებმა რატო გამოიწვია ჩემში ემოცია, ფუ რა სისულელეა, მე ვფიქრობ, სისულელე კი არა, ჩემს გზნობა გამოიწვია, ესე კი თქვი უბრალოდ არ აი რაში ყოფილა საქმე. და ესეთი აღმოჩენები გემართება იმ ორ წინადადებაზე. რა საოცრად გაქვთ გააზრებული ეს დამბუზდა განცდაზე ვამბობ, ახლა ლექსების კითხვა პოეტებსაც კი არ უყვართ ხშირად. არა, ხო. ესეც ვიცი. მაგრამ არის ეს რომ დაიწყება ეს ცნობიერების ნაკადი, ვეღარ ჩერდება და შეიძლება არც კი გამოსცეს. და აი აქ რომ მივიდეთ რომ ძალიან ბევრი პოეტი ყავს ქვეყანაში. შეიძლება სოფლიოშიც კი ახლა ყველა რატო არ გამოსცემს ყველა? ანუ ვიღაცისთვის ეს ცხოვრების ნაწილია, რომელიც უბრალოდ მინდა რომ სადღაც დავატიო და მოვიშორო თუ კონკურენცია არ გვინდა თუ გვეზარება თუ ბევრი ცოტა ვართ იმისთვის რომ ამდენი პოეტი ყავდეს წიგნში. არა, იცით რა არის პატა, ზოგადად ყველა ქართველში იმხელა დოზით არის პოეზია. ძალიან ესეთი არ ვიცი, ალბათ ჩვენი ბედკრული წარსული განაპირობებს ამ ყველაფერს, ხელოვნებასთან თანაზიარების ამოდენა სიყვარულს და ამხელა ნიჭს. ძალიან ბევრი პოეტია, როგორც აღნიშნეთ. მაგრამ გამოცემას რაც შეეხება, მე ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, აბსოლუტურად არ მქონდა ამის ამბიცია და ალბათ, რა ვიცი, აი ძალიან გამიჭირდებოდა პირველი წიგნი, რომელიც გამოიცა ონლაინ ბედნიერება, ისიც მეგობრების და ჩემი უახლოესი მეგობრის ერთ-ერთის თანადგომით, თან ძალიან ჩუმად და ძალიან ისე მოხერხდა ეგ ყველაფერი და მეორე წიგნს რაც შეეხება, ესეც უდიდესი თანადგომით ჩემგან დამოუკიდებლად გაკეთდა. არ ვიცი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფინანსური მხარე, რაზედაც
იშვიათად ვლაპარაკობთ და რაც არ უნდა პოეტურად ავწდეთ ამ ყველაფერს, გამოდის აქედან გამომდინარე, მაინც ისე ხდება, რომ არ არის ხოლმე ფინანსურად გამართული პოეტის ცხოვრება ისე რომ ყველა თავისი ასე ვთქვათ ლექსების ნააზრევი მოათავსოს და წიგნად გამოსცეს. წარმოიდგინე მდიდარი პოეტები. მდიდარი პოეტები იშვიათად არსებობენ და ბედნიერი პოეტები ასე. თქვენ წეგან ახსენეთ, რომ პროფესიით ექიმი ვარო, ექიმი ხართ, თან წერთ, რომელსაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა და ენერგია და დრო ჭირდება. პატარა ინფორმაცია მოგვიყევით თქვენს შესახებ, რა როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს და აგრძელებთ თუ არა ისევ მოღვაწეობას პროფესიის. მნიშვნელობა აქვს თუ არა რის ექიმი ხარ? პოეზიასთან გასიცი. იცით რა არის? არაფერს ესე არ უხდება ექიმობა როგორც პოეზიას. ეს პროფესია ისეთია, ზოგადად, ანუ ესე იბადები. შენ სადაც არ უნდა მუშაობდე, ხა მე ამ ეტაპზე სხვა მიმართულებით მუშაობ, არა კლინიცისტად, მაგრამ მაინც მიწევს ხომ კლინიცისტობა გამომდინარე. უბრალოდ ჩემი შინაგანი სამყარო ისე ეხმარება ამ ყველაფერს. რეალურად ვერც კი წარმომიდგენია ამ ორი სფეროს გარეშე ჩემი თავი. ასე რომ მართლა ძალიან უხდება ამ ყველაფერს მედიცინას, პოეზია. შეთავსებას რაც შეეხება და რომ მოგიყვეთ, მართლა არ ვიცი ლექსებს როგორ ვწერთ თუ დამიჯერებთ. ეს ისეთი ამბავია, რეალურად არასდროს არ გეკითხება. გინდა არ გინდა, როგორ ახარ, ის შინაგანი ხმები ისე გესმის ხოლმე, უეცრად ესეთი გამზადებული წამიერი ლექსი მოდის და შენ თვითონაც გაოცებული ხარ, რომ აი რა ვიცი ხა ამისთვის მეცალა? აი ბევრჯერ ყოფილა ეგეთი შემთხვევა. თუმცა მე ვხვდები და ვამბობ ხოლმე, რომ მე ლექსებმა ბევრი რაღაცისგან მიხსნეს, ანუ იმ კომორბიდებისგან რა, რაც შეიძლება ვთქვათ ადამიანს რაღაც სიტუაციებში კონდეს ხოლმე. მე მადლიერი ვარ ამ უნარისთვის და მადლიერი ვარ იმ ადამიანების, რომლებთაც ეს პოეზია ისე ესმით, რომ საკუთარ ცხოვრებაში ახდენენ მის ინტეგრირებას. ანუ ხანდახან წერი, იმიტომ რომ უბრალოდ ეს გადადო და მიანდო ფურცელს და სადმე აქ იყოს ეს ემოცია და არა აქ. ხო, საერთოდ არ გინდა რა, ანუ რაღაცა ისე მოდის ხოლმე, ძალიან განსხვავებული ფენომენია, აი ბევრი წელია ამას ვაკვირდები და ვერ ავხსენი, ანუ სულ მინდა რომ რაღაცა ნოზოლოგიურად შევხედო ამ ყველაფერს. ვერაფერ ჩარჩოში ვერ რამდენი გამოცემული ლექსი მოდის გამოუცემელზე ამ პირიქით. ანუ ხო ნაკრებს რო აკეთებთ დავუშვათ. თუ უბრალოდ რაც ამ პერიოდში აი 2011-დან 15-მდე პირდაპირ ვდებ თუ ვარჩევ. ანუ კონკრეტულად წიგნში რაც შედის. ხო. ხო, აი თქვენი გამოცდილება ხარ. ჩემი გამოცდილება ესეთია, რომ აი ამ წიგნში მაგალითად ბოლო პერიოდის თითქმის ყველა ლექსი შევიდა. თითქმის ყველა ლექსი, ხო. არის რაღაც ლექსთა კატეგორია, არა იმიტომ, რომ ვინმესთვის გაზიარება არ გინდა. უბრალოდ არ თვლი, რომ ამ ეტაპზე ის იმსახურებს ამ წიგნში მოხვედრას. რაღაც გარკვეული შეხედულებები არსებობს ხოლმე ამასთან დაკავშირებით, თუმცა მე ძირითადად სოციალური ქსელით დავიწყე პოეტობა, ასე რა უნდა ქნას ლექსმა რომ დაიმსახუროს? რომ დაწიფთეს, დაღვიდეს სიტყვები გადაილაგოს. ზოგჯერ შენ თვითონ არ გინდა რომ ის სადღაც შეგხვდეს. ხო, არის მანამდე მაგაზე ლაპარაკობდი, რომ ხალი გულისნადები მინდა და არ გინდა რომ რაღაცა ნახო, ბევრი ლექსია ისეთი, რომელსაც არასდროს არ მოუბრუნდები, იმიტომ რომ ცხოვრების რაღაც ისეთ ეტაპზე შეიქმნა დაიწერა, ძალიან მძიმეა და ეხლა საღამოს პერიოდში ვცდილობდი, რომ ამ სმენელი არ დამეღალა ძირითადად აი ამ რაღაცა ზედმეტი სენტიმენტები. გაქვთ, ანუ ცოტა უხერხულ შეკითხვას დავსვამ, მაგრამ შესავალს გავიდა ისეთ ლექსი, რომელსაც ვთვლით ცუდად, იმიტომ დიდ პოეტებსაც ქონიათ ახლა ცუდი ლექსი. ეს ცუდი ლექსი ჩაგიდიათ თუ არა კრებულში, გამოცემულში ამ სამიდან რომელიმეში, უბრალოდ იმიტომ რომ გახსენებდეთ, რომ აი ესე ცუდათაც შეიძლება წეროთ. თქვენთვის ცუდი, თორე შეიძლება ჩვენთვის იყოს. იცით რა არის? სუსტ ლექსებს ვეძახით ხოლმე ჩვენ მასეთ ლექსებს რა, აი ესე ვთქვათ, ცუდი ლექსი. ხო, რა თქმა უნდა. როგორ არა, არის რამდენიმე სუსტი ლექსიც, რომელიც თუნდაც იმიტომ რომ რაღაც ჩემთვის დროის ან ფრაგმენტული ანაბეჭდია, თუნდაც იმიტომ რომ მე პარალელი გავრო, როგორ გაიზარდე იქედან იქამდე. ამ გაზრდას შენ თვითონ ესე სტატისტიკურად ვერ ალაგებ, სამწუხაროდ ცხოვრება გზრდის. საერთოდ არ გინდა ზოგჯერ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდები და იმხელა რაღაცა ტკივილია ნახტომს გააკეთებ პოეზიაში და მე ხვდები რომ აი იმ განცდებმა ნახე როგორი კარგი რამ გაგიკეთეს, ესე გაგზარდეს. ეს თავისებურებაც ახასიათებს. თუ ჩვენ ვამბობთ რომ პოეზიას შეუძლია ადამიანის განიავება, როგორც თქვენ თქვით, ალბათ იგულისხმეთ
გონების რა თქმა განიავება, ხო? და გარკვეული გავლენის მოხდენა, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობთ თქვენ მკითხველის წინაშე, ხო? და რამდენად რთულია ეს პასუხისმგებლობა თქვენთვის, იმიტომ რომ მანამ სანამ თქვენ დაწერთ, ეს პასუხისმგებლობაც თუ სულ თან გდევთ. კი, ძალიან საინტერესო კითხვაა. უბრალოდ აღნიშნე კიდევაც ზოგჯერ როდესაც რაღაცას ვწერ, არასდროს არ ვფიქრობ იმაზე, რომ ამას ასე თუ ისე მკითხველი ზუსტად იმ მნიშვნელობით გაიგებს, როგორც დავწერე. არასდროს არ ვფიქრობ, ეს იყოს მიწოდებული, ასე ვთქვათ, ინფორმაცია მკითხველისთვის. თუმცა პასუხისმგებლობა იმდენად დიდია, როცა უკვე ხედავ, რომ ვიღაც სადღაც თავის ცხოვრების რუტინაში ჩართული ადამიანი ელოდება, რომ სადღაც სოციალურ პლატფორმაზე ერთ-ერთმა რიგითმა ჩვეულებრივმა ადამიანმა რაღაც თავისი სიტყვების თამაშისგან გამოძერწილი სტრიქონები, ასე ვთქვათ, დაალაგა და ის მისთვის მნიშვნელოვანი გახდა, ეს არის უდიდესი გამარჯვება იმ განცდებზე, რამაც ეს ლექსი დაგაწერინა და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. თუ ეს პასუხისმგებლობა არ არსებობს, შენ პოეტად კი არა, ადამიანად ვერ შედგები ვერასდროს და ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევა, ძალიან დიდი ფიქრის და გულწრფელობის საგანი, ასე ვთქვათ და ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რაც მკითხეთ. პაატა, შენ კითხვი, რომ პოეტებს არ უყვართო საკუთარი ლექსების დაკითხვა, მაგრამ გამონაკლისი ხარ დაუშვო. წესად არ დავიგე. არა, ნახე თან შენ გიყურებ და ფიქრობ მაგდას. წინასწარ გავამართლე უარის შემთხვევაში, რომ ქონოდა ის არა, კი არა? თუ სურვილი გაქვთ, რა ვიცი. კი, როგორ არა. შევეცდები, ნუ რასაც გაზაფხული მოდის და მაინც რაღაცა ჩვენ ყველას გვიყვარს გაზაფხული და მოდი ამ ლექსს წაგიკითხავთ. დიდი ხნის ლექსია, ნუ ალბათ 1-4-5 წლის ლექსია და შენ ხარ გაზაფხული, სულის გაცოცხლება. დღეს მინდა ზეციდან წავშალო ღრუბლები. მადევს ატმისფერი გრძნობის ბორკილები. დაგთხოვ სიყვარულით ნუღარ მემუქრები. შენ ხარ მზის ამოსვლა, ზეცის კაბადონზე. და ეგ გაღიმება მთვარის სინათლეა. ტყემლის ყვავილებით თავზე დამათოვე. მეტი ნეტარება აღარ მინატრია. სუნთქვა ფირუზისფერ ზეცას გავაყოლე. ეგებ სიზმარეთში ისევ გინახულო. მოდი შევიშალოთ მარტის ამინდივით. მზესთან გელოდები, ჩემო გაზაფხულო. მოკლედ გაზაფხულის დალოდებისთვის ღირს პოეზია სხვა რომ არაფერი. რა თქმა უნდა და თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ სეზონი არ აქვს პოეზიას. არა. სული სეზონია ეგ ძირითადად. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ვეზიარებით დღეს თქვენს პოეზიას და ნახოთ შემდეგში რომ შეგხვდებით, გაგიზიარებთ ჩვენს განწყობას და ემოციას, როგორც ერთი ჩვეულებრივი მკითხვა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ, დავამშვიდობოთ ხო? რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით როგორც ყოველთვის, მადლობა სტუდიაში. დიდი მადლობა თქვენ. დავბრუნდით, ესე იგი პირდაპირ ეთერში და ისე მორიგი საინტერესო თემით უნდა გავაგრძელოთ პაატა გევანდელი. მომწონს, აი შენი პოზიტიური განწყობა მომწონს. უნდა ვისაუბროთ კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე. ოღონდ ვფიქრობ, რომ უფრო თანამედროვე მიდგომებზე მოგვიწევს საუბარი. ეს არის არსებობს დამხმარე რაღაცა ტექნოლოგიები, რომლითაც შეიძლება რომ გავიუმჯობესოთ ადამიანებთან კომუნიკაცია. უნდა შემოგვიერთდეს ნინი აბუსელიძე, კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპევტი. დღემშვიდობისა მოგწადით. გამარჯობა მოგზანდით. გამარჯობა. თავი რომ დაიწყო ტექნოლოგიებს ლაპარაკი, მეთქი დრონთან ერთად შემოხვარს. ხო, აი, ხო, მეც მეუცნაური. კომუნიკაციის დრონი. ამას თავისებური რაღაც ახლა ახსნა ექნება, ხო მართლა არ მგონია რომ აქ კომპიუტერული ჩარევები დაგჭირდეს. რატომაც არ? კომუნიკაციის გაუმჯობესება უნებრივია ხა ვხვდებით რას ნიშნავს. რა თანამედროვე მიდგომები არსებობს ამისთვის, რომ შევძლოთ უფრო უკეთესად კომუნიკაცია ადამიანებს შორის. ეს იქნება უბრალოდ ენობრივი ბარიერი, მეტყველება თუ ასე შემდეგ. აი ხა მე მაგალითად გულწრფელად რო გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობაში ვარ, ხანდახან სერიოზული ჩავარდნები მაქვს ხოლმე მეტყველებასთან დაკავშირებით. ხო, აბა როგორი არის დღეს ამ მიმართულებით ეს მიდგომები?
ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის საშუალება ძირითადად არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც მეტყველების საშუალებით არ შეუძლია კომუნიკაციის დამყარება. სანამ დეტალურად დავიწყებ მაგას. აქ რაღაცა მცირე შეფერხებას გულისხმობთ თუ ზოგადად რო არ შეუძლია კომუნიკაცია? არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ შეუძლია მეტყველება და ამ შემთხვევაში ვიყენებთ, მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც არის დამხმარე საშუალება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ადამიანი ცალკეულ სიტყვებს იყენებდეს, მაგრამ მას არ შეუძლია გაბმული წინადადებებით მეტყველება, რაშიც უკვე ეხმარება დამხმარე მოწყობილობა იმისთვის, რომ ააწყოს წინადადება, ენობრივად გამართოს და გამოიყენოს კომუნიკაციის მიზნით. გასაგები, ეს ალბათ უფრო პატარებს ეხებათ, ხო, ბავშვებს? არა მარტო პატარებს, ძირითადად ეხლა ჩვენთან საქართველოში იყენებენ სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ბავშვებთან, თუმცა ზრდასრულ ასაკში, როდესაც ადამიანი გარკვეული ტვინის დაზიანების შედეგად კარგავს მეტყველების უნარს, აქტიურად გამოიყენებენ ზუსტად ამ დამხმარე საშუალებას, რადგან მათთვის უფრო სტრესულია და უფრო ფრუსტრირებული რჩებიან, რადგან ერთ დროს უკვე მეტყველებდნენ და ახერხებდნენ კომუნიკაციის დამყარებას და ეხლა უცებ მომენტალურად დაკარგეს ეს უნარი. ამიტომ ხშირად ვიყენებთ მსგავს მაღალფუნქციურ დამხმარე მოწყობილობებს, ასევე ხშირად გამოიყენება სხვა ფიზიკური შეზღუდვის დროს, როდესაც ფიზიკურად არც მეტყველება და არც ხელის მოძრაობა არ შეუძლია იმისთვის, რომ ან თითით მიანიშნოს, ან დაადოს ხელი მოწყობილობას, ამისთვის არსებობს თვალით მართვადი მოწყობილობა, რომლის საშუალებით, ანუ თვალის მოძრაობით ახერხებენ. აი სტივენ ჰოკინგი. კი, ზუსტად ეს შემთხვევარი პირველი ადამიანი იყო, ვინც გამოიყენა ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის საშუალება. და სხვა ანუ პიონერი იყო თავის დროზე, ხო? კი. ეს ახლა როგორც მივხვდი, ხმოვანი დამხმარე საშუალებაა, ხო? იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს თითებით შეიძლება, ხო? რაღაცა სენსორულია, როგორც მივხვდი. არსებობს სამი ტიპის დამხმარე საშუალება. ერთი არის არატექნოლოგიური, პირველი, რაც შეიქმნა იყო სურათები და სიმბოლოები, სადაც თითის დადებით უბრალოდ ჩვენ ვინც ახლოს მდგომი ვართ ის ვახმოვანებთ, თუ არა და უბრალოდ თითის მითითებით ხვდებით რისი გამოხატვა უნდა ადამიანს. შემდეგ უფრო დაიხვეწა და ეს სვიჩები შემოვიდა, რომელიც ერთ ბრძანებას ახორციელებს, ანუ და შემდეგ უკვე შემოვიდა აპები და ეს აპლიკაციები, სადაც უკვე უფრო მეტი ბრძანება შეგვიძლია ჩავწეროთ. ხელის შეხებით ახმოვანებს ეს მოწყობილობა და რის მეშვეობითაც შეუძლია უკვე ადამიანს გამოხატოს საკუთარი აზრები და ფიქრები. ნინი, მე მყავს ირგვლივ ესეთი ძალიან საყვარელი ბავშვი, ყველა ბავშვი ძალიან საყვარელი არის, უნდა აღვნიშნო აქვე, რომელმაც ერთ ჩვენიერ დღეს უეცრად დაკარგა მეტყველება. არ გულისხმობ რო სრულად. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო რაღაცა გარკვეული შიშიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ხშირად გვსმენია, რომ მაგალითად ბავშვს თუ უეცრად რაღაცაზე შეეშდა, თუ ძაღლმაში აშინა, ან უბრალოდ თამაშის დროს ისევ თანატოლმაში აშინა, ამ დროს შეიძლება რომ მოხდეს რაღაცა მსგავსი, მაგრამ რა შემთხვევაში შეიძლება ასეთი რაღაცა მოხდეს? ჩვენ რას ვარაუდობთ, ეს ერთი არის, მიუხედავად იმისა, რომ აი ამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობთ, რომ იაროს სპეციალისტებთან, გაიაროს რაღაცა საჭირო პროცედურები, რაც მას ესაჭიროება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წინსვლა არის და რაღაცა გამონათებისკენ მივედით. რატომ ხდება ესე და უნდა გქონდეს იმის იმედი თუ არა, რომ ადრე თუ გვიან ის დაუბრუნდება ისევ თავის ძველ მეტყველებას და განავითარებს. პირველი ის, რომ არსებობს შემთხვევა, როცა თანდაყოლილად ამ თავიდანვე არის შემთხვევა, როცა ბავშვი ვერ მეტყველებს, რაც შეეხება მომენტალურად უცებ მეტყველების შეწყვეტას, ეს ახასიათებს გარკვეულ დიაგნოზებს, რეგრესს ვეძახით ამას ჩვენ, როდესაც განვითარება მიმდინარეობდა ტიპურად, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მომენტალურად წყვეტს განვითარებას და კარგავს იმ უნარებს, რაც არის. ასეთ დროს ეს კონკრეტულად ვერ გეტყვით, რამ შეიძლება გამოიწვიოს, ეს შეიძლება იყოს კონკრეტული დიაგნოზი, რომელსაც ახასიათებს რეგრესი, ან იყოს რაღაც სხვა ფსიქიკური მდგომარეობა. ზღუდულოვანი სტრესი. ხო, ესეც შეიძლება იყოს. ესეთ შემთხვევაში ორალმოტორულად უნარი დაკარგული არ არის, უბრალოდ შეიძლება შეწყვიტა მეტყველება თავისი სურვილით, ესე რა ვთქვათ. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ანუ
აღარ მეტყველებენ ეს ესეთ დროს უკვე მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ კომუნიკაციაზე. მას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ რაღაც ფორმით გამოხატოს სასურველი. თქვენ რასაც ამბობთ, ესეთ შემთხვევაში თუ მას რაღაც მოხდა და თავისი სურვილით შეწყვიტა მეტყველება, შეიძლება ამ საშუალებაზეც უარი განაცხადოს, იმიტომ რომ არ უნდადეს ჩვენთან კომუნიკაცია. ამიტომ სხვა შემთხვევაში, როდესაც თერაპიას ვიწყებთ და ბავშვი არ მეტყველებს, პრიორიტეტი არის ის, რომ ჩვენ ერთმანეთთან დავამყაროთ კომუნიკაცია. ეს არ არის სავალდებულო იყოს ვერბალური, ანუ სიტყვის საშუალებით. მთავარია შევძლოთ, გავიგოთ და მან გამოხატოს თავისი აზრი და ფიქრი. მიხვდეს, რომ როგორღაც გვაგებინებს, რომ ჩვენ მათი გვესმის და მათი აზრი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე პირველი ადამიანის ფუნქცია, ზუსტად რაც რითიც განსხვავდებით, ეს არის კომუნიკაცია, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან დავამყაროთ კომუნიკაცია. ხოლო ბავშვები, რომლებსაც სამწუხაროდ მეტყველების სახით არ შეუძლია კომუნიკაცია, ხშირად ველოდებით და ძალიან დიდ დროს ვკარგავთ ამ დროს. და ამ დროს ბავშვს შეიძლება უნდოდეს ჩვენთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, უბრალოდ არ იცის ეს რა ფორმით გააკეთოს. სწორედ ამისთვის არის ეს ალტერნატიული საშუალებები, რაც სამწუხაროდ არც ისე ცნობადია ამ ეტაპზე საქართველოში, თუმცა ძალიან ბევრი წარმატებული кейსი გვქონია, რომ რა შემთხვევაშიც შეიძლება მეტყველება არ დგება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის კომუნიკაცია დგება ერთმანეთში, ანუ ბავშვსა და დედას შორის, ან მეგობარს შორის, ან ბავშვი გრძნობს უკვე რომ ის მნიშვნელოვანია პიროვნება, მის აზრს უსმენენ და მას შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. აი კომუნიკაციის აღდგენამ შეიძლება რომ მეტყველების განვითარებას თანაც მიგვიყვანოს. კვლევები ზოგადად გვეუბნება, რომ ალტერნატიული საშუალება ეხმარება ბიძგი მისცეს და განავითაროს მეტყველების უნარის. ქონია შემთხვევა პრაქტიკაშიც, რომ ბავშვებს ჩემ შემთხვევაში კონკრეტული სიტყვების გამეორება და გამოყენება დაუწყია, თუმცა ესე სრულფასოვნად მეტყველებამდე რამდენად მიგვიყვანს, ეს ზუსტად არ ვიცით, ეს ინდივიდუალურია და ბავშვზე არის დამოკიდებული. ჩვენ რომ ბოლო დროს ხშირად ვიძახით ხოლმე, რომ აი ბავშვებს რომ მეტყველების პრობლემა აქვთ, არ უნდათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ვაბრალებთ ამ ყველაფერს, რომ აი ძალიან მცირე, პატარა ასაკიდანვე ვაიძულებთ, რომ იურთიერთონ ტელეფონთან, გაჯეტებთან. ამ რაღაცა ხერხებით ვცდილობთ, რომ გამოვკვებოთ, გავართოთ, მაშინ როცა მშობლებს არ გვაქვს დრო. ეს უბრალოდ ჩვენი დასკვნა, ეს თუ თქვენ როგორ იტყვით აი პროფესიონალი, რას გვირჩევთ, რამდენად დიდ შეცდომას ვუშვებთ ამ დროს მშობლები და შეიძლება თუ არა, რომ სწორედ ეს დაუფიქრებელი ნაბიჯები გახდეს იმის საწინდარი, რომ ბავშვმა შეწყვიტოს ჩვენთან კომუნიკაცია და შემდეგ ეს აისახოს მის მეტყველებას. ზოგადად ადამიანი არის სოციალური არსება. ბავშვიც როცა ვითარდება სოციალური კომუნიკაციური ურთიერთობებით. როდესაც ბავშვი ძალიან დიდ დროს ატარებს გაჯეტთან, გაჯეტისგან უკავშირს ვერ იღებს, ის მხოლოდ პასიური ინფორმაციას იღებს და ამით იმ კომუნიკაციის უნარს ვერ ივითარებს, სოციალურ უნარს. მას ჩვენთან ნაკლებად უნდა ურთიერთობა და ძირითადად მეტ დროს ატარებს ეკრანთან. ასეთ დროს განვითარების ის მნიშვნელოვანი პერიოდი, რა პერიოდიც უნდა გაატაროს ოჯახის წევრებთან, ბავშვებთან, თამაშით, იმიტაციით თუ სხვადასხვა სოციალური აქტივობებით, ამ დროს ატარებს ეკრანთან. რა თქმა უნდა იწვევს იმას, რომ ეს მნიშვნელოვანი უნარები არ ვითარდება, ხელს არ ვუწყობთ ამის განვითარებას და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ არც ენობრივი განვითარება მიმდინარეობს ისე როგორც საჭიროა და სხვა უნარებიც უკვე იჩაგრება, ესე რა ვთქვათ. შემდეგ უკვე მოდის გაღიზიანება, ქცევის სირთულეები, რაც ასევე ხელს უშლის სხვა უნარების განვითარებასაც. ამიტომ რეკომენდაცია ყოველთვის არის ადრეულ ასაკში გაჯეტი საერთოდ ეკრანთან წვდომა საერთოდ არ ქონდეს, ხოლო შემდეგ უკვე რადგან ტექნიკის სამყაროში ვცხოვრობთ ნამდვილად და რთულია სრულად ამოვიღოთ ეს ყველაფერი, უნდა ვაკონტროლოთ დრო და ადრეულ პატარა ასაკში 3-4 წლის ასაკში ბავშვს თუ მაინც აქვს წვდომა, უნდა ვეცადოთ რომ ჩვენ მათთან ერთად ვიყოთ მათი გამშვალებელი ეკრანსა და
და რეალურ სამყაროს შორის. რათა ბავშვმა უფრო მეტი ისწავლოს რეალურად იმ ეკრანიდან, გაგვიზიაროს იმ მომენტში, ჩვენც მათთან ერთად ვიქნებით, ვიმსჯელოთ, რაღაც ინფორმაცია გავცალოთ, რაც უფრო მეტად განავითარებს უკვე შემდეგ უნარებს და ეკრანსაც უკვე კარგად გამოიყენებს ასე რომ. ანუ გამოდის რა რაღაცა თან კომუნიკაციის შიმშილი უნდა შეექმნას ადამიანს, რომ რახან ბიოლოგიურად სოციალური არსებაა, რომ გამოვიდეს კონტაქტზე, ხო? თუ იქვე იმ ეკრანთან თუ რაღაცასთან იქნება, ყველაფერს მივაჩეჩებთ. ეს ყველაფერი ავტომატურად დაკმაყოფილებული იქნება და ისეთი შეგრძნება, აი თითქოს აი არ ვიცი ხა ძალიან ცუდი შედარება შეიძლება, მაგრამ აი კომაში როწეს პაციენტი და ყველაფერი მიეწოდება იმისთვის, რომ ველოდებით სანამ გამოან კომიდან, ყველაფერი აქვს, ხო? კვება, დაბანა, დაწვენა რაღაცა და არაფერი არ ჭირდება გარემოსგან. იმიტომ ყველა ავტომატურად ზრუნავენ. ისევეა ამ შემთხვევაში, როდესაც ყველაფერი მიეწოდება და ელემენტარულად ადამიანმა არ იცის, მაგალითად, როდის შია. ავტომატურად აქვს. არ იცის და უშუალოდ საფირფარეშოში როცა უნდა ან დასაბანი ხარ, ან ის კი არა, რომ რაღაც ფეგზდო თავს კარგად დავიბანო მინდა, აი, ხო, თქვა, ხო, აი, არ ვიცი, საჭველი გამიკეთეთ, ან მითხარით სად არის კოვზი რომ ავიღო და მოურიო. ანუ ეს რაღაცა შიმშილი უნდა დაგჭეს ალბათ, რომ სურვილი გაგვიჩნდეს. ნახეთ, სურვილს კარგავენ ბავშვები, უკვე ჩვენთან კომუნიკაციაში. ყველაფერი ყველაფერი აქვს მზა, რაც უბრალოდ მის ბიოლოგიურ ზრდას ჭირდება. დანარჩენი სახალისო, რაღაცა მრავალფეროვანი, ფერადი, ხმოვანი უკვე მაქვს ერთ მოწყობილობაში და არ მაქვს სურვილი, რომ მშობელს ვეთამაშო. თან თქვენ არ ვიცით, რაიდანაც სამხრივია ეს ურთიერთობა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ვერ გადავამოწმებ ჩემ ფიქრს რაღაც კონკრეტულ დამზადებულ პროდუქტთან, იმიტომ რომ ეს პროდუქტი ვერ მეტყვის მე ამას სწორად ფიქრობ, არასწორად ფიქრობ, პროდუქტს ვერ გავაცინებ, ვერ გავაბრაზებ. ხო, ჩემსგან არანაირი რეაქცია არ ჭირდება. უბრალოდ ვუყურებ მზა მასალას. მე არ ვქვქნი ამას. მე არ ვიწვევ რაღაც აქტივობას, მიზეშედეგობრივ კავშირს ვერ ვხედავ, ან ჩემი რაღაც ქმედება შედეგს არ მაძლევს. შედეგს მაძლევს უბრალოდ პასიურად ვზივარ და თუ გამოირთვება, ჩავრთავ შემდეგ ვიდეოს. და ამ დროს ყველაზე აი შეჭმული სათამაშო შეიძლება ცალთვალა, ცალფეხა რაღაცა თვევის გარეშე იყოს მთელი შენი ურთიერთობის საწინააღმდეგო, იმიტომ რომ ეს თოჯინა უნდა ათრიო, ამ ეს თოჯინა უნდა შეფუთო, ეს თოჯინა უნდა დაბანო, უნდა დაელაპარაკო, წარმოიდგინე რომ დავუშვათ შენი ბავშვია, შენი არის ვიღაცა მეგობარია. ანუ სულ ამ ურთიერთობაში ხარ და დავარცხო რამს და სულ მოძრაობაში ხარ. კი, ნამდვილად, თამაშით ვითარდება რაც არ ცუდად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ეს რო ცუდად გამოიყურება, მიზეზი არის ზუსტად ჩვენი შედეგია, თამაშის შედეგია და ის რომ მე კარგად გამოიყურებოდეს, ესეც ჩვენი კრეატივის და ჩვენი განვითარების საშუალება. ამიტომ თამაში არის ერთადერთი საშუალება, რითიც ვითარდებით და ვითარდება ბავშვები. და რევოლუციამდელ ბავშვებს რო არ დავემსგავსოთ, ბევრი უნდა ვითამაშოთ ბავშვებიდან და რაც შეიძლება ინტერაქტიულად. და ბავშვებთან ვითამაშოთ. ძალიან მნიშვნელოვანია მშობელმა გაატაროს დრო, თუნდაც 9 საათი გაატაროს დრო, მაგრამ ეს დრო იყოს ბავშვზე ორიენტირებული და იყოს ნაყოფიერი. აი, საიდან გაჩნდა ეს 20 წუთი და კი ვიმშვიდებ დიდები თავს და ვამბობ თუ უი კი 9 კიდევ კარგია 40 წუთი გავატარე, ესე იგი 10 წუთით მეტი გავატარე. საიდან გაჩნდა 9 საათი? არა, ზოგადად რატო არ ვამბობ თუნდაც 1 საათი? ესეთ კონკრეტულად რო არავის არ მოუცია ჩვენთვის, უბრალოდ რადგან მშობლები ამბობენ, რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, დღევანდელი ყველა მუშაობთ, დაკავებული ვართ და ასე შემდეგ, ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ არ გამახვილონ ყურადღება დროზე. გამახვილონ ხარისხზე, რამდენად კარგად ვთამაშობ, ბავშვს რამდენად ვუსმენ, რამდენად მივყვები, რამდენად ვეხმარები მას განვითარებაში. ანუ ჩემი ინიციატივით კი არ ვთამაშობ, რომ მოდი ხა ეს დაასხი, ეს გააკეთე, ეს გავაკეთოთ. არა, ბავშვის ინიციატივებს მივყვებით, რათა განვავითაროთ და თუ სადმე ვჭირდები, იქ უკვე დავეხმარო, რომ ცოტა ბიძგიმეებს. ანუ მე და ბავშვმა ერთად ყოველდღე 6-6 საათი თუნდაც ტელევიზორს უყუროთ, ან გაჯეტს უყუროთ. თითქოს და ერთად ვართ, მაგრამ სინამდვილეში ორივე სამხრივად და ესე რაღაცასთან ვართ, რა ტელევიზორს გადავეკიდე ბევრი რაღაცა სხვაც. და მეორე დაუშვათ ალტერნატივა არის მინიმუმ 9 საათი ერთად კონცენტრირდით რაღაცაზე, რასაც შევეხებით, დავჭყლიტავთ, გადავისხავთ, დავისვრებით, არ ვიცი, ერთ-ერთ წვირზე დავსვამ და ასე შემდეგ. ნამდვილად, თამაშის განვითარებას აქვს თავისი ეტაპები. არსებობს ბავშვი, როცა ვითარდება, ჯერ მარტო თამაშობს, მერე პარალელურ თამაში, ასოციაციურ თამაში და შემდეგ გადადის ორმხრივ ჩართულობაში. აი ზუსტად ეს არის. ჩვენ თუ ბავშვთან პარალელურად ვიქნებით, რომ თითქოს ჩემს გვერდით ზის, მაგრამ მე
ჩემსას ვაკეთებ და ბავშვი თავისას, ამ დროს არავინ არ ვითარდება, მეც ვერ ვიღებ სიამოვნებას და ვერც ბავშვი. ანუ ორ მხრივე ჩართულობა იყოს. მე შეიძლება ფეხებზე მესვას ბავშვი და ესე პირისპირ ვეთამაშებოდე, მაგრამ სრული ჰარმონია იყოს და კომუნიკაცია, ორ მხრივე ჩართულობა იყოს და ამით ბავშვს უფრო მეტი ვასწავლო, რაც თერაპიის პროცესშიც ძალიან ხშირად გამოგვიყენებია, ვიდრე ბავშვის გვერდით ვიჯდეთ და თითქოს თავს ვიმშვიდობდეთ, რომ აი მასთან ერთად ვართ, მაგრამ რეალურად არ ვართ. კი, პარკში სადღაც გავასეირნე და ამ დროს თუნდაც კარგს ვაკეთებ, წიგნს კითხულობდე ჩემთვის და ის თავისთვის რაღაცა და ამ დროს ურთიერთობა მაინც ერთად გასეირნება არ არის. მეტყველებას რო დაუბრუნდეთ სანამ დაგემშვიდობებით, მაინტერესებს არსებობს ადამიანები, ალბათ თქვენც შეხვდებოდით ასეთ ადამიანებს, ჩვენს ირგვლივ ბევრი არის, როდესაც იწყებენ ნერვიულობას, ან მაგალითად სიტყვით გამოსვლა აქვთ, ან შეიძლება ეთერში მოდიან, მათ შორის მეც, როდესაც ნერვიულობთ რაღაც და ამ ემოციურ ფონს ვერ ვაბალანსებთ, მეტყველების გარკვეული პრობლემები გვემართება. შეიძლება რაღაცა სიტყვა არასწორად ვთქვათ, ვერ წარმოვთქვათ. ეს დროებითი არის, მანამ სანამ ვისწავლით ამ ემოციების კონტროლს, თუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რაღაცა პრობლემის წინაშე ვართ უკვე. არა, პრობლემის წინაშე არ ვართ, იმიტომ რომ როდესაც ემოციური ფონი გვაქვს, ნერვიულობთ, ამ დროს უფრო რთულია წინადადების დალაგება, მოფიქრება, შესაბამისი სიტყვების თუნდაც, იმიტომ რომ ეს ემოცია ფარავს ყველაფერს და ხშირად კონტროლი გვიჭირს. მეც მაგალითად სანამ აქ შემოვიდოდი და დავშდებოდი, გული მხელაზე მიცემდა, რომ ყველა სიტყვა დამავიწყდა. ამიტომ ამ შემთხვევაში უბრალოდ ემოციების მართვა, შფოთვის მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე უკვე თუ ენობრივი და მეტყველების სირთულე არ გვაქვს, არანაირი პრობლემა არ არის. და ბოლო კითხვა და დაგემშვიდობებით, თქვენთან მოსული პაციენტი რა დრო სჭირდება ადამიანებს ამ კონკრეტული თერაპიისთვის? რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალური იქნება, მაგრამ რაღაცა კონკრეტული დრო იქნება ალბათ, ხო? თუ ვიწყებთ ააკ სისტემის დანერგვას კონკრეტულ ბავშვთან, ანუ ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის თერაპიას, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩაშენებული იყოს ყველა სიტუაციაში. ყველა თერაპიულ პროცესში, სახლის გარემოში, სკოლაში, ბაღში, სადაც ბავშვი დადის და დიდ დროს ატარებს. რადგან მხოლოდ ჩემთან მე რაღაც სიმბოლო ვასწავლო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვაგანაც კომუნიკაცია გაუმჯობესდება. ამიტომ თერაპიას როცა ვიწყებთ, აუცილებლად ვთანამშრომლობთ ყველა თერაპევტთან და ყველა იმ სივრცესთან და სივრცეში, სადაც ეს ბავშვი არის. სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩემთან აღარ გაუჭირდეს ბავშვს კომუნიკაცია იდეალურად ვუგებდეთ ერთმანეთს, მაგრამ სხვაგან ისევ სირთულე იყოს. ამიტომ დიდი მხარდაჭერა სჭირდება ოჯახის მხრიდან, სკოლის მხრიდან და ასე შემდეგ. ხოლო რა დროს სჭირდება ამას სწორედ იქედან გამომდინარე, რომ ყველა სივრცეში უნდა მოხდეს და კომუნიკაცია მუდმივად სჭირდება ბავშვს, იქამდე გრძელდება ამის გამოყენება, სადამდეც ბავშვს ეს ესაჭიროება. ამიტომ ამას კონკრეტული დრო არ აქვს. ესე როგორც მოხდა, მშობლის ჩართულობა თქვენს შემდეგ არის უკვე უმთავრესი. და რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გიყურებენ განსაკუთრებით მშობლებს, რა უნდა შენიშნონ ბავშვებს ან ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რომ მიხვდნენ, რომ მათ დახმარება ჭირდებათ, რა იგულისხმება კომუნიკაციის დეფიციტში. უპირველესი ჩემი რეკომენდაცია იქნება ის, რომ არ დაელოდონ მეტყველების დადგომას, რადგან ხშირია ამაზე ხაზგასმა, რომ აი 4-5-6 წელს ელოდებიან სანამ მეტყველება დადგება და იფიქრონ იმაზე, რომ უპირველესი არის კომუნიკაცია, რადგან ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ამ აზრის გამოხატვაში, განურჩეულად ფორმისა, რა ფორმას გამოვიყენებთ ამას. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა დავემშვიდობებით ჩვენ სტუმარს და ჩვენ ისევ დავუბრუნდებით რამდენიმე წამში. მადლობა. დავიწყოთ ხო როგორც ყოველთვის ეს შოურიდან მოვლით. მოგეთ კაცობრიობა განვითარების პროცესში ძალიან ბევრ რაღაც ცვლილებას ქმნიდა თვითონაც მარტო გარემოებას არ ეკუთვნოდა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში, როდესაც
მცირე საზოგადოებებად ასე ვთქვათ ჩამოყალიბდა, იქ დაიწყო რაღაც გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც ბუნებიდან დაგვაშორა ერთის მხრივ, მაგრამ მოგცა საშუალება ავად თუ კარგად შეგვექმნა ჩვენი დღის წესრიგი და ამ შემთხვევაში უკვე ცოტა ახლოს მოვალ თემასთან, იყო პერიოდი, როდესაც ადამიანები მხოლოდ ასე ვთქვათ ომით ირჩენდნენ თავს, მერე როდესაც კაცობრიობა სადღაც მიხვდა, რომ ვაჭრობა გაცილებით უფრო კომფორტული იყო და გაცილებით ადეკვატური და მეცარგებელს აძლევდა ყველა მხარეს, ნელ-ნელა ეს ანუ ბოლომდე ვერ ჩანაცვლა სამწუხაროდ დღესაც არსებობს ხელთავიანი ხალხი, მაგრამ ასე თუ ისე იმ რაოდენობის არა, უბრალოდ ძალიან ბევრი ვართ და შესაბამისად ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გახდა იმისთვის, რომ ადამიანებმა გაცვალონ ერთმანეთში გინდ სხვადასხვა ტიპის სერვისები, იქნება ეს სამედიცინო სერვისი თუ ნებისმიერი სხვა და შემდეგ დაუშვათ ამ სერვისებით ისარგებლონ ყველა თანაბრად. ასევე თუ დაუშვათ ვაჭრობაში მანამდე ხდებოდა ისე, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი თვითონ იყო ყველაფერი, აი პრინციპი მარტო ვაჭრობასაც არა, აი დაუშვათ ხალხ ჭედელი, ხო? შენ თვითონ ჭედავ, შენ თვითონ გაგაქვს ეს შენი პროდუქცია სადღაც ყველა ვიღაცას დაანახო, მოდი შენ და მომხმარებელთან ურთიერთობა შენ გაქვს, შენ თვითონ აწარმოებ ბუღალტერიას, შენ თვითონ აწარმოებ ამ ყველაფერი შეხარდა. ნელ-ნელა როდესაც ცხოვრება გართულდა რაღაცები, ხო? რაღაცები გავიდა შორს, ანუ ქალაქები რატო ჩამოყალიბდა, რომ ყველამ რაღაცა კონკრეტულ საჯვარედინზე გადაწყვეტა, რომ სერვისები გაგვეცვალა ერთმანეთში. და არ გვევლო აქედან ქვეყნის მეორე ბოლოში იმისთვის, რომ აქედან წამეღო შაქარი და იქიდან წამეღო პური. და რაღაც კონკრეტულ წერილზე უნდა გადავკვეთილიყავით. შესაბამისად, გართულებასთან ერთად დაიყო პროფესიებად, ხო? გაჩნდა ვიწრო მიმდინარეობები, რომელიც ასევე კიდევ უფრო დავიწროვდა და ნელ-ნელა შეავსეს ეს სიცარიელე და ადამიანს დღეს არ უწევს ფიქრე რაღაცა თუ წამოწვა მინდა გავაკეთო ჭიქები, აღარ ვფიქრობ იმაზე, რომ ანუ აი ყველაფერი მე მოვაგვარო, ხო? პოულობ ადამიანებს თანამოაზრეებს, რომელიც ერთი იზრუნებს დოშეთ ფერზე, მეორე იზრუნებს ფორმაზე, ვიღაცა იზრუნებს შინაარზე, ვიღაცა გაყიდვაზე, ვიღაცა სალაროზე და ხო, ერთის ხრი გამარტივდა და უფრო მეტი ადამიანი დაჭირდა ერთმანეთის ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ კონკრეტულად რამდენიმე თემაზე გვინდა საუბარი ჩვენ სტუმართან ერთად, ანუ მომხარებელი და უსაფრთხოება მაგალითად, ხო? როგორ მივაღწიო ჩვენს პროდუქციამდე ისე, რომ უსაფრთხოდ მივიღო, როგორ არ გავხდე სამწუხარო, ხო, იმიტომ რომ შარლატანობა ქსელში ონლაინ შესყიდვის. ონლაინ რაღაცა მცირეზე მოვტყუდი, მაგრამ ფრაზა ხო ვიცი, რა გამოვიწერე და რა ჩამომივიდა, ამის მსხვერპლი თუ ყოფილხარ. ანუ პრინციპში ერთი კვირის წინ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სერვისი ჩვეულებრივად იყო, ესე გადავუღე სურათი, როგორც იყო საჭირო, ჩავაგდე, ვუთხარი, რომ ასე გამოვიდა და დაზიანებული ჩამოვიდა და ამირას გაურეს. და რამდენიმე ლარზე იყო საუბარი, მაგრამ მაინც გამიხარდა, რომ ესე ძალიან მარტივად, ასე ვთქვათ, სანდო აპლიკაციასთან მქონდა ურთიერთობა. ძალიან კარგი არის დღეს ინტერნეტ სივრცე იმდენად მორგებული არის ჩვენზე, რომ არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც ახლინას საერთოდ არ გადიან გარეთ და ყველაფერს ყიდულობენ. ხო, ინტერნეტის დახმარებით, მაგრამ იმისთვის, რომ არ დავრჩეთ მოტყუებულები და პირიქით ის რაც ჩვენამდე მოვა, ეს იყოს ის ზუსტად რაც გვსურს, უნდა ვიცოდეთ ძალიან ბევრი რამე და და ამისთვის არსებობს ადამიანები უნდა გვასწავლოს. ბუდის ჩაგერთი რაღაცის უკაცრავად. არსებობს ხალხი, ვინც იღებს თავზე ამ შუამავლობას, მედიაციას, ისინი საკუთარ გამოცდილებას ახმარენ ამას და რა თქმა უნდა ეს ტყუილურად არ გაჩენილა ეს აბა ისე და ისე მოთხოვნამ გააჩინა ამიტომ ვილაპარაკეთ ამას და პრინციპში თვითონ ჩვენი სტუმარი ისაუბრებს ამაზე გაცილებით დაწვრილებით ნოდარ ბეჟანიძე სკრინინგისა და ხარისხის კონტროლის სააგენტოს დამფუძნებელი და ასევე ექსპერტი ჩინეთის ბაზარზე მოგზაურობ შეიძლება. რა რთული იქნება ჩინეთის ბაზარზე ექსპერტობა. მივესალმებ ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. დღეშვიდობისა მოგესალმებით. როდის მიხდით, რომ გაჩნდა საჭიროება ამ კონკრეტული მიმართულების, რასაც თქვენ ახლა წარმოადგენთ და რაზეც იფიქრეთ, რომ გაიკეთებინათ და პრინციპში შექმნით. კი ბატონო. პირველ რიგში ჩემ თავზე გამოვცადე რა თქმა უნდა, რაც ჩემი თავიდან დაიწყო. ნუ რაღაც მინიმუმ, მაგრამ ნუ ასე ვთქვათ, მოტყუებული დავრჩი მეც და ასევე მეგობარი გავიჩინე, რომელიც ამ პროფესიაზე მუშაობდა. და გადავწყვიტე, რომ აი მოკლედ მაქსიმალურად დამელაგებინა ეს სიტუაცია, ეს სერვისი, რომ აი მომხმარებელი როცა რაღაცას გამოიწერდა, ასე რომ ვთქვათ, ჩამოვიდეს ისეთი როგორც მას უნდა და ეს ხარისხის კონტროლი იქნება თუ მოკლედ 24/7-ზე მაქსიმალურად მიიღოს პირველ რიგში ხარისხი და სანდოობა.
მოკლედ თავიდან არც წარმომედგინა რომ მე გავაკეთებდი აი ჩინეთთან ვიმუშავებდი ან გავს რამეს მოკლედ მოვახდენდი და დავიწყეთ დაახლოებით 3 წლის წინ ეს სერვისი როგორც მე sourcing აგენტი ჩინეთის მომწოდებთან დაკავშირება ხარისხის კონტროლი გადავწყვიტე რომ აი ამ პროფესიაზე მე ვმუშავა რა და ამის შემდეგ უკვე დაიწყო დიდი ინტერესი მომხმარებლების მიერ იმიტომ რომ ძალიან ბევრს აინტერესებს ჩინეთის პროდუქცია რა და ასევე აინტერესებს ისიც რომ აი ჩინეთში გააკეთონ თავისი ბრენდი მივხვდი და ამ შემთხვევაში ჩინეთში ჩასვლა საჭიროა კიდე დამატებითი საშუალებები და ჩვენ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში ვათავსებთ და გვაქვს სრული მომსახურება როგორც პროდუქციის მოძიება, ხარისხის კონტროლი, ქარხნებთან დაკავშირება ქარხნებთან და სხვა უამრავი სერვისი ჩინეთის ბაზარზე. ასევე გადავწყვიტეთ რომ ჩამოგვეყალიბებინა სერვისი მომსახურება როგორც ნობელ ჯგუფის კომპანიის დამფუძნებელი ბათუმში გავხსენით პირველად ეს მომსახურება ფილიალი და მომხმარებელს ვთავაზობთ რომ ჩინეთიდან ასე ვთქვათ რასაც შეიძენენ იყოს სანდოდ და ხარისხიანად. ეს იქნება ერთეული მომხმარებელი თუ არ აქვს მნიშვნელობა როგორც ფიზიკური პირი, როგორც ასევე ბიზნესი, ნუ ნებისმიერი ტიპის მომხმარებელს შეგვიძლია მოვემსახუროთ, გაუწიოთ მაქსიმალურად ასე ვთქვათ გამჭვირვალე მომსახურება და იყოს მათ მქონდა კვაყოფილები და მინდა ასევე რომ სტერეოტიპი დავამსხვრიო რომ ჩინეთში დაბალი ხარისხის პროდუქცია იწარმოება. იმიტომ რომ რასაც შევკვეთავთ, იმას მივიღებთ, ანუ რა ფასის კატეგორიას. ჩინეთი ესეც საწყისი ბაზაა, სადაც უამრავი სახის პროდუქცია იწარმოება დაბალი, საშუალო, მაღალი და პრემიუმ ხარისხის. და ჩვენ ვეცდებით, რომ აი რასაც შეიძლება მომხმარებელი ხარისხთან შესაბამისად, ფასთან შესაბამისად ხარისხიც მაღალი იყოს და მომხმარებელი იყოს ასე ვთქვათ მაყოფილი. და ამას ვცდილობთ ჩვენ რომ მაქსიმალურად დავალაგოთ ეს მომსახურება და ასე ვთქვათ სანდოდ ვიყოთ მომხმარებლის თვალში. ანუ ამ შემთხვევაში თითქოს და რაღაც ბანალურ, ტრივიალურ რაღაცას უბრუნდებით, მაგრამ რატომ გვინდა მაგალითად აი თუნდაც აი კამერა რომელშიც საუბრობთ, ხო? ათლარად ჩამოგვივიდეს ისეთივე ხარისხის, როგორც დავუშვათ შეიძლება ღირდეს 50 და 100,000 რაღაც უცხოური თანხა. ანუ რატომ აქვს ეს მოლოდინი ადამიანებს, რომ აი ძირითადად ხო უმრავლესობა როგორც ვიცი ახლა გამოცდებიდან გამომდინარე ირჩევს იაფფასიან პროდუქციას. რომ მაქსიმალურად იაფად უნდა მიიღონ და შემდეგ თუ რაიმე ხარვეზი ექნება პროდუქციას, ამაზე უკვე კონკრეტული სახის პრეტენზიებს გამოთქვამენ. ნუ მოკლედ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ ხარისხი შევამოწმოთ პირველ რიგში თუ ფასი დაბალი იქნება ჩვენ ამ შემთხვევაში ვეცდებით რომ მაქსიმალურად დიდი ყურადღება მივაქციოთ რომ აი ხარისხში რაიმე წუნი არ იყოს და ამ შემთხვევაში უფრო გამჭვირვალედ გავაკეთოთ ეს პროცესი და სრულად ასე რომ ვთქვა თავი მოვუყაროთ იმას რომ თუ დაბალი ფასის არის რაღაც პროდუქცია ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ყოფილი იყოს მომხმარებელი და იცოდეს რომ ის თუ დაბალი ფასისა, ანუ მასთან შესაბამისი ხარისხის ექნება. თქვენ როგორ არ ყუდებით ამ შემთხვევაში? ანუ რა გამოცდილების ხო შეიძლება დავუშვათ თქვენი კომპანიაც მოატყოს ვიღაცამ და თქვენ შუამავალი ხართ დარჩით მომხმარებელი. ყუდა რა ხარ ყუნდე. ანუ ენა საჭიროა ენის ცოდნა. ნუ ეხა მე ჩინურს სწავლობ, საშუალო დონეზე უკვე ვიცი ჩინური. ასევე ნუ ჯილდად ჩინეთში არ საუბრობენ ინგლისურად ან სხვა ენაზე. უფრო მეტად 90% ჩინურს საუბრობს და ცოტა რთულია ჩინეთის ბაზარში ჩახვიდე, დავუკავშირდე და შენი ასე ვთქვათ ინგლისურით ან რუსულით ესაუბრო მომწოდებებს. ეს ფაქტიურად რთულია და შეუძლებელია. ამიტომ გვყავს ჩვენ გიდი ასევე sourcing აგენტები, სპეციალისტები, რომელიც ჩინეთის ბაზარზე სრულად ახდენენ ასე ვთქვათ კონტროლს. აი ნებისმიერ მიმართულებით არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება არა ბიზნესის მიმართულებით, ასევე სხვა მიმართულებაც შემოწმება, საბუთების დამზადება, კომპანიის ჩამოყალიბება ჩინეთში. და მოკლედ აი სხვა ძალიან ბევრი ის არის რა ქვია საშუალება რომ ჩინეთში ასე რომ დაუკავშირდეს და ამ სერვისს თავაზობთ არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ფიზიკური პირებისთვის და ასევე თუ მომხმარებელს უკვე ნაპოვნი ყავს ქარხანა ჩვენ შეგვიძლია რომ ამ ქარხნის ხარისხი ასე რომ გადავამოწმოთ როგორ პროდუქციას აწარმოებს იქაური თქვენ თანამშრომლობებზე დაყრდნობით ხო? კი, იქაური თქვენ ჩადიხართ. ნუ ეხლა ჩასვლით უკვე დაჯავშილი მაქვს, ეხლა გამოფენა არის აპრილში და უნდა ჩავიდე, გავიცნოთ კიდე დამატებითი ქარხნები და დაახლოებით ეხლა ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ჩინეთში 15,000-ზე მეტ ქარხანასთან და ანუ ასე ვთქვათ, უფრო დიდი წვდომა გვაქვს, ასევე
15,000 ქარხანა. კი, ეს კიდე მინიმალურია, ეს იმიტომ რომ არაფერი არ ჩინეთის არის ბაზარზე 2 მილიონამდე უკვე ქარხნები არის, ეს მინიმალური, მაგრამ აქ სჭირდება ხარისხის გადანაწილება. იმიტომ ყველა ქარხანა არ მუშაობს და ყველა ქარხანას არ აქვს ასე რომ ვთქვათ, ლიცენზია იმისა, რომ პროდუქცია აწარმოოს. ამიტომ სჭირდება მაგას ყველაფერს კონტროლი და როცა ბიზნესს თავიდან იწყებ, საჭიროა რომ სანდო პარტნიორი ყავდეს და იყო დაზღვეული ყველა მხრივ, ხარისხის მხრივ, ფასის მხრივ, ტრანსპორტირების მხრივ და ასე რომ ვთქვათ, სრული სერვისი მიიღო სანდოთ, საიმედო და ხარისხიანად. ნოდარ, ანუ თქვენ რასაც ამბობთ ახლა, დაუშვათ აი ჩვენ მაყურებელს, ან ჩვენ აი გვაქვს სურვილი რომ გამოუშვათ კონდიციონერების რაღაც ხაზი, რომელსაც დავარქვევთ, რასაც გვინდა, ხო? გავაცემ სახელი. კონდიციონერი დიდი შესვენება. ვიცით რომ კონდიციონერებს 80% ეწყობა ჩინეთის რამდენიმე 1000 ქარხანაში, თქვენთან მოვდივართ. გეუბნებით რომ დაუშვათ ჩვენ გვინდა აი საშუალო კატეგორიის ისეთი რომ აი გაუძლოს ამდენი წელი, ასეთი ხარისხი, ასეთი სისტემა იყოს, აი ესეთი ისა წარწერა იყოს, ასე დიდი შესვენება, ასე ეწეროს, ფერი შევარჩიოთ ყველაფერი და უკვე მიდის ხარისხის საუბარი, ამას ყველაფერთან ერთად გავდივართ თქვენთან კონსულტაციას. მე თქვენ და თქვენი წარმომადგენელი იქ უშუალოდ ან თქვენ ჩადიხართ, ამოწმებთ ამ ყველაფერს და ზუსტად იმ მომწოდებელმაც და დაუშვათ პაატამაც, სოფომაც და სხვა დანარჩენმა წამყვანებელს ზუსტად ვიცით რა ტიპის კონდიციონერს ყიდით ადგილზე. იმიტომ რომ მე ხო ხდება ახლა ყველაზე საუკეთესო პროდუქციაზე დედამიწაზე ხანდახან არის წუნიანი პროდუქცია. პროდუქციაზე აუცილებლად არ აქვს მნიშვნელობა რა პროდუქცია იქნება, სულ რო პრემიუმ ხარისხის იყოს, იმას შესაძლებელია მაქსიმალურად აი 3% ეს უკვე დიდი მაჩვენებელია გამოვლინდეს წუნი. ანუ 100 წალიდან 3 ნივთი ყოველთვის. და ამ შემთხვევაში ჩვენ ასეთ საშუალებას ვაძლევთ მომხმარებლებს, რომ თუ შეუკვეთავს 10000 სალს, აი მაგალითად smart saats. ხო, აი smart saats ცოტა ისეთი ტექნიკაა, რომ შეიძლება რომ წუნი უფრო მეტი იყოს რა, აი 10000 სალში იყოს რაღაცა 500 წალი წუნი. ამ შემთხვევაში ჩვენ ეს თემა მოგვარებული გვაქვს გარანტიის მხრივ, რადგან საქართველოში არ არის საგარანტიო მომსახურება ჩინეთის ქარხნიდან, ჩვენ ვახერხებთ ამას, რომ აი 10000 ცალიდან კონკრეტულად პირობითად ავიღოთ, 10000 ცალიდან 700 ცალს პლუს ასე ვთქვათ ვაგზავნით საჩუქრად ქარხნიდან. რომ ეს არის ასე ვთქვათ გარანტია იმისა, რომ თუ რაიმე დაზიანდა ეს პროდუქცია, ჩაანაცვლებ. ანუ ჩვენმა კომპანიამ რომ უახერხოს რომ აი დაზიანე მოვიდა გაბრაზებული მომხმარებელი, აი ეს საათი არ მუშაობდა, ეგრევე ვურებთ რა თქმა უნდა, ბატონო, გასლაპარაკობთ, აი თქვენ მეორე საათი. კი, ამის ჩანაცვლების ხარვეზის შემთხვევაშიც თქვენ იღებთ სრულ პასუხისმგებლობას მომხმარებლის წინაშე. ხო, კი ბატონო, თუ ასევე არის ქარხნები, რომლებიც ფიზიკურად, ანუ მაგალითად არის ქსოვილი ან რაღაც ნაწარმი, ხო, ამაზე ძირითადად დიდი დეფექტები არ მოდის, მაგრამ თუ მოვიდა მაგ შემთხვევაშიც ვაგზავნებთ დამატებით, ანუ დამატებით უკავშირდებთ იმ ქარხანას და ნუ წინასწარ უნდა გათვლილი იყოს რა რაოდენობა არის შეკვეთილი და უკვე უკვეთავთ ამ ნაწილებს, რომელიც უკვე დეფექტი გამოვლინდა და ანუ ამ შემთხვევაში, როდესაც უკვე ბიზნესია ლაპარაკი, არის ანუ არა 10000 ერთეულზე და 5000 ერთეულზე, არამედ 100-ობით 1000 ერთეულზე და როგორც ვიცით, ზოგადად ასეა, ხო? როდესაც რაღაცა იწარმოება, რაც უფრო ბევრს შეუკვეთავ, მით უფრო იაფია და კომფორტულია. ხო, იაფიან, ახლა რომ მოვიდეს მომხმარებელი ჩვენთან და გვითხრას, რომ აი ნოდარ მინდა 3000 ცალი შესაბუთი აპარატი. დანადგარი, ხო? ამ შემთხვევაში ფასი შეიძლება იყოს $300 პირობითად რო ვთქვათ და რო უფრო გაზადოს ანუ რაოდენობა $150 ჩამოვიდეს. ზოგადად ჩინეთში არის ვაჭრობა პირველი. თუ შევაჭრები ძალიან დაბალ ფასად შესაძლებელია რომ ჩამოვიდეს პროდუქცია და ხარისხის კლების გარეშე თუ ხარისხის კლების გარეშე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ამჟამად აი ისტორიაში რო გადავხედოთ, პირობითად ჩემი მიღებულ შეკვეთებში აი არ ყოფილა ჯერ ისეთი რომ აი ხარისხი რაღაცა ცუდი ყოფილა. შევაჭრე დამიკლო და თან გამიფუჭა ხარისხი. ხო, მასეთი არ ყოფილა, თუ ჩვენ ვამოწმებთ იმას კონტროლს. ჩემი წარმომადგენელი მიდის ქარხანაში, ან თუ ვერ მიდის და სადღაც ძალიან შორს არის, ამ შემთხვევაში ვიდეო კოლით წარმომადგენელს უკავშირდება, ამოწმებს ანუ შეხედვით, ანუ როგორია ისა ეს ამოკლედ ყველაფერს შეამოწმებს და ამ ხრივ კონტროლიც ხდება. თუ დიდი შეკვეთაა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ქარხანაში ფიზიკურად მისვლა საჭირო, რომ თავიდან ავიცილოთ ის რისკები, რაც ჩინეთში ხდება და ძალიან დიდი რისკებია და დაახლოებით 80% საფრთხის შემცველია ჩინეთის ბაზართან მუშაობა. ბარემ დეტალებზეც ჩავიდეთ, ხო, აი ყველაზე ხშირი დაუშვათ რისკის აი ფაქტორი, ყველაზე ხშირი რა, აი 5-ეული არსებობს, 10-ეული არსებობს და აი სიხშირის მიხედვით აი
აი მოდიან ჩემთან მომხმარებლები, რომლებიც მეუბნებიან, აი მაგალითად სახელს არ დავახსენებ საიტის, ჩინური ბიზნეს საიტებია რა, ანუ და შედიან ამ ონლაინ საიტებზე და ამოწმენ რომ აი ეს პროდუქცია ნახეთ ამ ფასად. და მე ვეკითხები რომ ჩვენ არ მუშაობთ ამ საიტით, ჩვენ მუშაობთ ქარხნით. თუ თქვენ შეუკვეთავთ ამით, ჩვენ გარანტიას ვერ მოგცემთ რომ ის ნამდვილად ჩამოგივა, ან თანხას რო გადარიცხავ, ის ნამდვილად უკვე სწორ გზაზე ჩავა და ის მომწოდები გამოგიზდავნით პროდუქციას. ამ შემთხვევაში ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ მომხმარებელი კი არა ამ საიტზე არ დავაკავშიროთ ჩვენთან წამოვიყვანოთ, იმიტომ რომ მიიღოს ხარისხიანი მომსახურება და ზარალში არ წავიდეს, ასე რომ თან საიტის მომსახურება ხო ემატებათ ახლა და ამ შემთხვევაში თქვენ ამასაც აცილებთ, ხო? კი, ემატებათ ახლა და ასევე დაზღვეული არანაირად არ არის, რომ ის ნამდვილად ასე რომ პროდუქცია იქნება და ხარისხს ვერანაირად ვერ გააკონტროლებს. თუ ბრენდის წარმოება უნდა ყოფილა მაგალითად ახლა შემთხვევა მონიტორების ბრენდის წარმოება კონკრეტულ საიტზე მიწერეს, ჩინურ საიტზე, გვინდა 1000 წელი ბრენდირებული მონიტორი. ამ შემთხვევაში მომხმარებელი მოდის და მეუბნება, რომ ბრენდირებული მონიტორი უკვე ვიპოვეთ, დავამზადებინოთ უნდაო და თუ დაგვეხმარები ხარისხის კონტროლში. ვუთხარი, რა თქმა უნდა, დაეხმარებით, ჩემს აგენტს გავაგზავნი, ამ ქარხანაში რადგან სანდო თუ არის გადავამოწმოთ. გავაგზავნი და ამის მერე უკვე ნახავთ თქვენ სანდოა თუ არ შეიძლება ამასთან კონტაქტი და არ ღირს ფიზიკურად რა. როგორც გადავამოწმეთ, ქარხანა სანდო იყო. ძალიან 4 წლის უკვე ისტორია ქონდა მუშაობის, საკმაოდ კარგი ხარისხს ამზადებდა და ამ დაუდასტურეთ, რომ მოკლედ შესაძლებელი იყო ამ ქარხანასთან მუშაობა. ნუ მოკლედ ეს დიდი საშუალება, რომ საჭირო მომსახურებაა, რომ მაგ შემთხვევაში მომხმარებელი დაზღვეული იყოს და თუ მოვა და იპოვა სხვა საიტზე პროდუქცია და ჩვენთან თუ მოვა რომ შევმოწმოთ ამ კომპანიის წარმოება როგორია, თანამშრომლები რამდენი ყავს, შემოსავალი, ბრუნვა, ყველა დეტალი, ამ შემთხვევაში ჩვენ ვეხმარებით რა, აი ჩვენს ფარგლებს გარეთაც კი, აი ერთადერთი სააგენტო ხართ ჯერჯერობით ეს მასშტაბით და ბათუმში, საქართველოშიც, ბათუმში სათავო ოფისი გაიხსნა და ეს მომსახურება საქართველოში არის. არის დამატებით ონლაინ აგენტები, ანუ როგორც კომპანია არა, როგორც აგენტები და ისინი ეხმარებიან ასევე ქართველი და ჩინელებიც არიან საქართველოს ჩამოსული და ისინი ეხმარებიან მომხმარებლებს. თუ სწორად მახსოვს, თქვენ თქვით, რომ 3 წელია, რაც უკვე მოქმედი ხართ, ხო? ამ დროის განმავლობაში როგორი არის ნდობა თქვენსა და მომხმარებელს შორის? ასე რომ გითხრათ, ჩვენ ნდობას მიხვდებით ალბათ მოთხოვნიდან გამომდინარე, ხო? კი, საკმაოდ თავიდან შეკვეთები ძირითადად არ იყო, მაგრამ ფაქტიურად ეხლა ჩემთან წამოვიდე როგორც აგენტთან, ძალიან ბევრი ზარი, შეტყობინება და ყველა მომხმარებელს ვეუბნებოდი, რომ აი თქვენ ხარისხი გსურთ თუ ფასი, რომელია თქვენთვის პრიორიტეტი. და უმეტესობა ამბობდა, რომ ხარისხიო. და როცა ჩვენ ვაჩვენებდით აი პროდუქციას, რომ ეს ხარისხიანი არის, ამ შემთხვევაში ის გვეუბნებოდა, რომ ძვირია და ფასი მაღალია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ეს არის სანდო სერვისი. იცი რომ აი მას მიიღებ, გამოიწერე ჭიქა, მიიღებ ჭიქას და არა ჩანგას, ხო? ხო. ამიტომ ძალიან ბევრი არის და ფასის მიხედვითაც მოკლედ ალაგებენ ქართული ბიზნესმენები და ფიზიკური პირებიც ამ კატეგორიებს, რომ აი ფასი თუ დაბალია, ხარისხის მოკლედ ძალიან დაბალი იქნება. მოკლედ, თავიდანვე ადამიანობაზეც გადის ეს ყველაფერი, ხო? თავიდან ვისაუბრეთ იმაზე, რა ხა ჩვენ თუ გვაქვს ბოლოდინი რომ რაღაცა ღირებულსთან ისეთი გვინდა, რომელსაც დიდი სიამოვნებით გამოვფენთ სახლში, ხო, აი, კარგი ჭიქა მინდა, ხო, კარგი ჭიქით მინდა, დავლიო და მინდა ეს რაღაც არაადეკვატურ არაფრის ფასად. რატომღაც ველოდები, რომ ეს ამ ფასად მექნება კარგი და ვეძებ, მაგრამ მეორე არის, რომ ამით მე რა თქმა უნდა, როგორც მოთხოვნა ჩნდება ამ ასე ვთქვათ, არაადეკვატურ რაღაცაზე ჩნდება ადამიანი, რომელიც მოგატყუებს შესაბამისად, ეს შეგააჩინე ნიშა ამ ტყუილისთვის. თუმცა მე როგორ ჩნდებით თქვენ, სადაც უკვე ამ ტყუილს ალაგებავთ. ჩვენ მოკლედ ყველანაირ ტყუილს, ყველანაირ ასე რომ ვთქვათ, რისკებს ვამცირებთ და მინიმუმამდე დავყავს და ასევე ვეცდებით იმას, რომ საქართველოში ბოლოს და ბოლოს უკვე მივიდეთ იმ პროექტამდე და საქმით ვაჩვენოთ მომხმარებელს ის რომ აი ხარისხის ჩინეთი არის დაბალი პროდუქცია, ეს სტერეოტიპი დავამსხვროთ და საქართველოში იყოს ასე რომ ვთქვათ მეტი ასე რომ ვთქვათ ის რა ქვია მოთხოვნა ჩინეთის ბაზარზე. და ეს ასე ვთქვათ რაღაც სიტყვები ისეთი რომ ჩინეთი დაბალი ხარისხი, ან საქართველოში შემოდის დაბალი ხარისხი, მინიმუმამდე დავიყვანოთ. ახლა ვეღარჩი ვერ ჩამოვთვლით, ბუნებრივია საზოგადოებრივი მოწყობილია, მაგრამ ძალიან ბევრი
კერძოდ ჩინური ბრენდიც კი ის კი არა რომ ცნობილ ბრენდებს ემსახურებიან იკეთება რაღაცა და სათაურია მთელი ამერიკის ძალიან ბევრი წარმოება არის ჩვეულებრივად ფრენჩაიზი კი ხო ჩვენთანაც რაღაც სათაურებია გამოყიდული ხო რომ ნაკმაყოფილებდა რაღაც ხარის და მეორე კერძოდ ჩინური ბრენდები ვიცით ძალიან ბევრი რომელსაც დაამტკიცეს მაგრამ ფასით შესაბამისი არ ჩამოუვარდება არც ერთ სხვა თუმცა ჯერჯერობით მაინც არსებობს გარკვეული ქვეყნები სადაც ჩინეთის წარმოება საერთოდ არ არსებობს და არც იციან იმიტომ რომ ალბათ თავისი რა არის ეს არამხოლოდ საქართველოში არის საწყისი ბაზა ჩინეთი ნუ მსოფლიოშია მაგრამ აი ასე ვთქვათ ახლა 90% ჩინეთიაო ვერ ვიტყვით იმიტომ რომ არის სხვადასხვა ქვეყნების ნაწარმები და ნუ არ არის ასე ვთქვათ განთქმული უფრო ჩინეთი და ნუ საქართველოში მე ვფიქრობ დიდი პლუსია რომ აი ჩინეთთან ვითანამშრომლოთ ამ პროდუქციის ვაჭრობის მხრივ, ეკონომიკის ზრდის მხრივ და ბევრი ბიზნესი რომ ჩამოყალიბდეს, ეს ვფიქრობ ძალიან დიდი სარგებელია საქართველოსთვის. მოკლედ თუ გადავწყვიტავთ მაინც ბრენდ დიდი შესვენების რაღაცა ტვერსასრუტების გამოშვებას ან რაღაც უთო შაიშველაშვილია. აუცილებლად უნდა მოგვართოთ თქვენ და თქვენ პრინციპში ვიც ფიქრობ და დაფიქრდით და გაქვთ სურვილი რომ თუნდაც თქვენი სახელობის ბრენდი გამოუშვათ ნებისმიერი ნივთი თუ და კალმიდან დაწყებული მანქანამდე დამთავრებული ან უბრალოდ გამოიწეროთ ჩინეთში ამისთვის ხართ თქვენ ძალიან კარგია წარმატებას გისურვებთ ხო იმედი მაქვს რომ ჩვენი შეხედულება ხარისხსა და ფასს შორის უფრო განვითარდება და წინ წავალთ ნუ გულწრფელად რო ვთქვათ ახლა როგორი რამ სურს იმ ფასს ვიხდი რეალურად ხო ასე გამოდის ამიტომ ნიჰაურა რომ არ დაგვიჭდეს უფრო ორმაგი, იმიტომ რომ როდესაც რაღაცას არასწორად ვზოგავთ, ხშირ შემთხვევაში შემდეგ გვიჭდება 1-2-რად. ბარემ ბრიტანელების ფრაზის გამოიყენა და არ ვართ ისეთი დიდრები, რომ ვიყიდოთ იაფიანი ნივთები. ნამდვილად. მოდი არ დავზოგავთ და მივიღოთ მაგარი ხარისხი და გარანტია. სარგებელიც გვექნება უფრო ბევრად მეტი, კი ბატონო. ჩვენი სტუმარი იყო ნოდარ ბეჟენიძე, სკრინინგის და ხარისხის კონტროლის სააგენტოს დამფუძნებელი. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. იმედია კიდევ ბევრჯერ გვესტუმრებით და გაგვარკვევთ ხოლმე რაღაცეებში და ეს ჩვენი ასე ვთქვათ თანამშრომლობა ორხრივად სარგებლიანი იქნება. პრინციპში თქვენ რასაც აკეთებთ ხოლმე მედიაციით რაღაც წარმოებელსა და ბიზნესმენს შორის და ჩვეულებრივ ადამიანებს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გვიმშვიდობებით და ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. აბა დროებით.